დილა მშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს შაბათია, დილის 9 საათი, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეპიროლის პირდაპირ ეთერში დილის ლაივი იწყებს მუშაობას ზუსტად 11 საათამდე. დღეს ვიქნებით მე, ბაჩო ქაჯაია და ანა ზაქაშვილი თქვენთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, რა თქმა უნდა მშვიდობიან დილას და დღეს გისურვებთ და ნაყოფიერს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის და იმედი მაქვს, რომ ჩვენი გუნდიც შეასრულებს თქვენი დღის ნაყოფიერებაში თავის როლს და წვლილს შეიტანს, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობდით მთელი კვირის განმავლობაში იმისთვის, რომ თქვენთვის მიმდინარე კვირის აქტუალური საინტერესო ამბები მოგეგროვებინა და დღეს თქვენთვის გაგვეცნო. შესაბამისად, დარჩით მომდევნო 2 საათის განმავლობაში ჩვენთან ერთად და გაატარეთ ნაყოფიერად დღე. ჩემო ანა, ვიდრე ტრადიციულად შენ ალბათ გაგვაცნობ დილის პროგნოზს, ამინდის პროგნოზს, უბრალოდ დილას, გინდა კოლკოლა დაგიხსნა. მინდა. მაშინ დაგიხსნი და გაგვანათლე როგორი კი ბატონო, გაგვანათლე როგორი ამინდი გველოდება. გადავინაცვლებთ მაშინ თან მე უკვე პლაზმასთან. ამინდის პროგნოზის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. ესე იგი დავიწყოთ ტრადიციულად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ამინდის პროგნოზის გაცნობით და გეტყვით, რომ დღეს დასავლეთ საქართველოში დრო გამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰარის ტემპერატურა დაბლობში ღამით +10-დან +15 გრადუსამდე დათბება, დღისით +27-+22 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით ჰარის ტემპერატურა +6-დან +11 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +25-+20 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქაც დრო გამოშვებით ღრუბლიანობის მომატება არის ნავარაუდები, თუმცა დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. საქართველოს აღმოსავლეთ რეგიონების უმეტეს ნაწილში ზოგან ნისლიც არის მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ქარი იქროლებს 10-15 მეტრწამის სიჩქარით, ზოგან ძლიერი 17-22 მეტრწამის სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით +7-დან +12 გრადუსამდე მოიმატებს, დღისით +20-+25 გრადუსი იქნება. მთაში კი ღამით +2-დან +7 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, დღისით +20-+25 გრადუსი არის ნავარაუდები. ახლა კი დროა უკვე გადავიდეთ ქალაქებზე და დავიწყოთ ტრადიციულად სოხუმით, სადაც დღეს სინოპტიკოსები 22 გრადუსს და მზიან დღეს ვარაუდობენ. რაც შეეხება გადავინაცვლოთ ახლა ზუგდიდშიც ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება და უღრუბლო დღე არის აქაც ნავარაუდები. ფოთში დღეს სინოპტიკოსები 21 გრადუსს ელოდებიან, აქაც მზიანი და უნალექო დღე იქნება, ოზურგეთში კი 22 გრადუსი და ასევე უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდები. გადავინაცვლოთ ქობულეთში, სადაც ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსამდე დათბება, აქაც მზიანი და უნალექო დღე იქნება. რაც შეეხება ბათუმში დღეს ჰაერის ტემპერატურა 31 გრადუსს მიაღწევს და აქაც უნალექო დღეს ელოდებიან სინოპტიკოსები. 25 გრადუსამდე დათბება ახალციხეში დღეს ჰაერის ტემპერატურა, ქუთაისში კი 30 გრადუსი არის ნავარაუდები და ასევე მზიანი უნალექო დღე იქნება. რაც შეეხება მესტიაში დღეს ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე დათბება, გადავინაცვლოთ ახლა ამბროლაურში, სადაც 29 გრადუსს ელოდებიან სინოპტიკოსები და აქაც დღე უნალექოდ ჩაივლის. ცხინვალში დღეს 24 გრადუსი არის ნავარაუდები, აქაც მზიანი და უნალექო დღე იქნება. რაც შეეხება გორში 25 გრადუსი და ასევე უღრუბლო ამინდი არის ნავარაუდები. თელავში დღეს ჰაერის ტემპერატურა 23 გრადუსს მიაღწევს, აქაც უნალექო დღე შენარჩუნდება. რაც შეეხება რუსთავში 22 გრადუსი იქნება დღეს ჰაერის ტემპერატურა, აქაც მზიანი ამინდი არის ნავარაუდები. რაც შეეხება ჩვენს დედაქალაქს თბილისს, დილიდან ცოტა მოღრუბლული ამინდია, თუმცა გამოიდარებს აუცილებლად. ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე მიაღწევს და შენარჩუნდება მოკლედ მზიანი ამინდი მთელი დღის განმავლობაში. ასეთი ამინდი გვაქვს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. მე ახლა რა თქმა უნდა გადმოვინაცვლებ შენთან ისევ და ვემზადებით რისთვის. ძალიან დაგვითვა. კი ბატონო, დაგვითვა. და საინტერესოა ხვალ ზეგ და მაზეგ და შემდეგ როგორი კი, დაველოდებით ხვალინდელ დღეს, ხოლო მანამ სანამ ხვალინდელ დღეს დაველოდებით, დღეს გავიგოთ beauty line-ში რას გვასწავლის და რა რჩევებს მოგცემს ჩვენი თაკოსაზინე, რომელიც PSP წარმოადგენს რუბრიკას. სხვა შორის თაკოს დღევანდელი რუბრიკა განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვინც მაკიაჟს მოიხმარს ინტენსიურად. შენც ალბათ თეატრში ხშირად იკეთებდი მაკიაჟს, გრიმს და შესაბამისად საინტერესო რითი იშორებდი შემდეგ ამ გრიმს? მიცილარული ხსნა. მიცელა, ხო. აი სწორედ ჩამოვანო და კი ბატონო, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი არის გრიმის და მაკიაჟის ჩამობანვა იმისთვის, რომ ჩვენი კანი მოვამზადოთ ღამის რუტინისთვის დღის ბოლოს და მოდი ვნახოთ რას გვირჩევს თაკო beauty line-ში.
რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაკი. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის რუბრიკა Beauty Line თაკოსაზნესთან ერთად და დღეს თქვენთან ერთად უნდა მოვიშორო მაკიაჟი, მისვია წყალგამძლე, ფანქარი, ტუჩსაცხი და მოდით ერთად ვნახოთ, რამდენად კარგად მომაშორებს ამ მაკიაჟს კოდალის პროდუქტები. პირველ რიგში გადავიწიოთ თმა. აქ ვერკვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაკიაჟის მოშორება. აი ხომ მნიშვნელოვანია რომ კარგი პროდუქტებით გავიკეთოთ მაკიაჟი, რომ არ გაგვეზიანდეს კანი და პირიქით ვიზრუნოთ კანზე. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა კარგია, თუმცა ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია რომ ღამით სიღრმისეულად მოვიშოროთ მაკიაჟი და არავითარ შემთხვევაში მაკიაჟით არ დავიძინოთ. სწორედ ეს არის საიდუმლო იმისა, რომ ფაქტობრივად 10 წლის განმავლობაში ყოველდღე ვისვამ მაკიაჟს, თუმცა ჩემი კანი მაინც კარგად გამოიყურება. დავიწყოთ მოკლედ. მაკიაჟის მოსაშორებლად გამოვიყენებ კოდალის მაკიაჟის მოსაშორებელ ზეთს. შემადგენლობაში წერია რომ შეიცავს აბუსალათინის ზეთს, ასევე ტკბილი მუშის ზეთს და შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც სახისთვის, ასევე თვალისთვის. მოდით ახლა ვნახოთ ამ მკვეთრ მაკიაჟს რამდენად კარგად მომაშორებს. ორი წვეთი სრულიად საკვარისია წესით. გადავინაწილოთ მეორე ხელზეც და დავიწყოთ მაკიაჟის მოშორება. ყოველთვის ვიწყებ ხოლმე ლოყებით. ლოყებზე ყველაზე ნაკლები ფერიანი, ასე ვთქვათ, კოსმეტიკაა, თუმცა პირველ რიგში ყოველთვის ლოყებით, შემდეგ გადავდივარ შუბლზე. მე წარბებსაც ვიხატავ ხოლმე, სხვადასხვა წარბებზეც წყალგამძლე პროდუქტი მისვია და როგორც ხედავთ, ძალიან მარტივად მომაშორა. ფაქტობრივად ეს ზეთი ადნობს მაკიაჟს და შემდეგ რა თქმა უნდა წყვილსაც უფრო მარტივად ჩავდივარ. არ დაგვამოწდეს ტელი, იმიტომ რომ ტონალურ კრემზეც მისვია ხოლმე. ახლა გადავიდეთ უკვე ტუჩებზე და ბოლოს თვალზე ყველაზე უფრო დატვირთულ ნაწილებში. ტუჩზე სხვადასხვა წყალგამძლე ფანქარი მისვია და მოდით აბა ვნახოთ როგორ მომაშორებს. შვენივრად მომაშორა ტუჩიდანაც და ბოლოს თვალები. ვიცი რომ ახლა ძალიან არაესთეტიურად გამოვიყურები, თუმცა მინდა ძალიან რომ ეს პროცესი გაჩვენოთ. სუბუქად ვიმასაჟებ თვალებს. ასევე თვალის ურბებს. და ესეც ეს, რამდენიმე წამში სრულიად ჩამოდნა ჩემი მაკიაჟი. ძალიან მომწონს ის რომ თვალები არ მეწვის. ზოგადად მე მაქვს ძალიან სენსიტიური თვალები და თუ რაიმე ოდნავ გამაღიზიანებელ ინგრედიენტს შეიცავს ხოლმე პროდუქტი, მაშინვე მეცრემლება, თუმცა ეხლა მსგავსი არაფერი არ მომხდარა. მორჩი უკვე მაკიაჟის ასე ვთქვათ დადნობას, ეხლა ამ ყველაფერს მხოლოდ წყლით ჩამოვიბან და შემდეგ გავაგრძელოთ პროცესი. სახიდან უკვე ჩამოვიბან ესეთი მხოლოდ წყლით და გამიზნულად არ შევიმშრალე, იმიტომ რომ შემდეგი ეტაპი არის უშუალოდ დასაბანის საშუალებით დაბანა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავიბანოთ უშუალოდ დასაბანის საშუალებით, იმიტომ რომ ეს მხოლოდ ზედაპირულად მოშორებას ნიშნავს მაკიაჟის, რაც შეეხება იმ სიღრმისეულად სახის გაწმენდას, ეს უკვე ხდება ან ქაფით, ან დასაბანი გელით, ამ შემთხვევაში ან დასაბანი კრემით. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენო კოდალის დასაბანი ქაფი, ეს არის Vino Perfectis ხაზიდან, ზოგადად Vino Perfectis ხაზი არის ლაქების საწინააღმდეგო ხაზი, თუ გაქვთ ლაქები, ამ შემთხვევაში მოგეწონებათ ეს პროდუქტი. შევანჭრიოთ ბოთლი და რამდენიმე გადმოცხურება გადმოვცხოთ და ქაფი წავისხოთ ძალიან სახეზე. ამ შემთხვევაში წრიული მოძრაობით კარგად გადავინაწილოთ ყველგან, სადაც გვესვა მაკიაჟი, მათ შორის ყელზეც. განსაკუთრებით იცის ხოლმე დაგროვება აი ამ ნაწილში, შუბლის ხაზში, სადაც თმა იწყება. და ბოლოს რა თქმა უნდა თვალები. აი ესე. როგორც ხედავთ, არც ამ პროდუქტმა არ დამწვა თვალები, კიდევ ერთხელ მინდა ხაზს მოვუსვა. ჩემთვის ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ პროდუქტმა არ დამწვას თვალი. ახლა ამასაც ჩამოვიბან წყლით და უკვე გადავიდეთ ტერმინალზე.
ჩამოვიბან იქაფიც და ჩემი სახე უკვე პრიალებს. ახლა გადავიდეთ დატენიანებაზე. დღეს უნდა გამოვიყენო კოდალის ვინოჰიდრას ხაზი დატენიანებისთვის. ზოგადად ვინოჰიდრას ხაზი განკუთვნილია იმისთვის, რომ ღრმად დაატენიანოს კანი. შეიცავს ჰიალურონის მჟავას, ასევე შეიცავს ყურძნის წიფწის წყალს და შის კარაქს. და სწორედ ამ ინგრედიენტების საფუძველზე კანი ტენიანდება ღრმად. პირველ რიგში გამოვიყენებ შრაცს. ზოგადად ყოველთვის ვიყენებ ხოლმე შრაცს. იქნება ის დღის თუ ღამის რუტინა, იმიტომ რომ შრატი არის ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი, უფრო ღრმად ჩადის კანის დერმისში, ვიდრე კრემი, ხოლო კრემი უფრო გარეგანად ატენიანებს კანს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ არც ერთი საფეხური არ გამოვტოვოთ. კოდალის შრაცს აქვს თხელი კონსისტენცია და ძალიან მარტივად შეიწოვება კანში. არ აქვს ცხიმიანი კონსისტენცია, შეიძლება ისეთ არ გიყვართ ისეთი სუღე, ცხიმიანი, ზითოვანი დამატენიანებები ძალიან მოგეწონებათ. გადავინაწილებ ღია სახით და რა თქმა უნდა თვალის გარშემოც, იმიტომ რომ ჰიალურონის მჟავა შეგვიძლია თავისუფლად წავისვათ თვალის გარშემოც. შუბლი და რა თქმა უნდა ყელი. არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ დეკოლტეც. ყელი და დეკოლტე, როგორც სახეს ვუვლით, ისე უნდა მოვუაროთ დეკოლტესაც. რამდენიმე წუთი შევისვენებ და უკვე შემდეგ გადავდივარ კრემზე. თუმცა სანამ კრემამდე გადავალ, მინდა გაჩვენოთ კოდალის ვინოჰიდრას ნიღაბიც. ზოგადად ამ ნიღაბს ყოველდღურად არ ვიყენებ ხოლმე. ნიღაბი არის უფრო ძალიან ღრმად ატენიანებისთვის და ამ ნიღაბს ვიყენებ დაახლოებით კვირაში ერთხელ ან მაქსიმუმ ორჯერ. დღეს რუტინაში არ მიწევს ნიღაბი, თუმცა მინდოდა რომ მიჩვენებინა, რომ ამ ხაზს აქვს ასევე ნიღაბიც. დღეს პირდაპირ შრატის შემდეგ გადავდივარ კრემზე. თუმცა თუ აპირებთ ნიღბის გამოყენებას, სასურველია რომ დაბანის შემდეგ ჯერ წაისვათ ნიღაბი, ჩამოიბანოთ მხოლოდ წყლით, შემდეგ გადახვიდეთ შრატზე და უკვე ამის შემდეგ გადახვიდეთ კრემზე. ამასობაში უკვე კარგად შეიწოვა კანმა შრატი და ესეც ჩვენი ბოლო საფეხური ვინოჰიდრას კრემი. აქ მინდა ერთი რამ გასწავლოთ, ასე ვთქვათ, კოდალის აქვს დაყოფილი თავისი პროდუქტები, აი ამ წვეთების მიხედვით. ანუ თუ ხედავთ 3 წვეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ არის ღრმა დატენიანება. თუ ხედავთ 1 წვეთს, ნიშნავს, რომ აქვს მსუბუქი დატენიანება, თუ 2 წვეთს, ესე იგი, საშუალო დატენიანება და 3 წვეთის შემთხვევაში უკვე აქვს ღრმა დატენიანება. ეს შეგიძლიათ კოდალის პროდუქტების არჩევის დროს გაითვალისწინოთ. შედარებით უფრო სქელი კონსისტენცია აქვს ვიდრე შრატს, თუმცა არც ამ კრემს არ აქვს ცხიმიანი კონსისტენცია და ძალიან მალე შეწოვება. და არ აქვს რაღაც არაკომფორტული ტექსტურა. ამ კრემსაც ვისვამ თვალის გარშემო, ყელზე და რა თქმა უნდა შუბლზე. აი ასეთ რუტინას ვიტარებ ხოლმე ყოველ ღამით, როგორი მკვეთრი მაკიაჟიც არ უნდა მქონდეს, ან როგორი მსუბუქი მაკიაჟიც არ უნდა მქონდეს, ყოველთვის საგულდაგულოდ ვიშორებ მაკიაჟს, შემდეგ კარგად ვიტენიანებ და ასე ვიძინებ. სწორედ ეს არის ჩემი ლამაზი კანის საიდუმლო. იმედი მაქვს, რომ დღევანდელი რუბრიკა და რჩევები გამოგადგებათ და მე გემშვიდობებით მომავალ ჩახვედრამდე. დროებით. რუბრიკის სპონსორია PSP. ჩემი ოჯახის საფთიაქი. ყოველ საღამოს ასეთი რუტინა არც თუ ისე ნამდვილად არის ჯანსაღი კანის წინაპირობა. მე არ ვიცოდი სხვათა შორის იმ 3 წვეთის ამბავი და გაბითვალისწინებ აუცილებლად 3 წვეთი ნიშნავს რომ ღრმა დატენიანებას. კი ბატონო. რაც მე მგონი ჩვენი გარემო პირობებიდან ჩვენს კანს ნამდვილად სჭირდება. კი ბატონო, PSP-ზე საუბრობთ, თემატურია და PSP-ი უნდა გავაგრძელოთ და წარმატგინოთ სიუჟეტი. ქართული ფარმაცევტული კომპანია PSP უკვე 31 წელია თავის მომხმარებელს ანებიურებს სიახლეებითა და ექსკლუზიური პრემიუმ ბრენდებით. ქსელის მომხმარებელმა კარგად იცის მრავალფეროვანი არჩევანის შესახებ, როგორც მედიკამენტების, ასევე ბავშვთა კვების, თავის მოვლის, საკვები დანამატების თუ კოსმეტიკის შესახებ. თუმცა სულ ახლახანს PSP-ს პორტფელს ახალი ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდი გამაღდა ასე ჟღერს ფრანგულად დაემატა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, სხვათა შორის მეც ვიმყოფებოდი ამ პრეზენტაციაზე და კი ბატონო, ნახოთ სიუჟეტი, რა თქმა უნდა, მოგიმზადეთ და ნახოთ ახლა. Gamard is the French
organique. ფრანგული ბრენდი გამახდია ახალია ქართულ რეალობაში. ეს არის ბრენდი, რომელიც არის საფრანგეთიდან. ბრენდი შექმნილია 2007 წელს და მისი უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ მის შემადგენლობაში შედის თერმული წყლები და კომბინირებული არის მცენარეული კომბინაციები, რომლებიც არის 100%-ით ნატურალური და ამასთანავე ბიო. შესაბამისად, ბრენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რაც იმას უკავშირდება, რომ მას აქვს განსაკუთრებული უპირატესობები. იმდენად, რამდენადაც არის ნატურალური, თერმულ წყალზე დამზადებული პროდუქტები და შესაბამისად, იდება შედეგებიც, რაც კანის მოვლას და მკურნალობას ეხება. თავაზობთ ახალ ფრანგულ ბრენდს გამახდეს, რომელიც თერმულ წყლებზეა დამზადებული, დერმატოლოგიური ბრენდია და ბიო. აქვს საკმაოდ დიდი მოვლის ხაზი და განკუთვნილია მთელი ოჯახისთვის, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის და ბავშვებისთვის. აქვს სხვადასხვა ხაზი, როგორიც არის ატოპიური დერმატიტი, სიმშრალე, აკნე, ბავშვის ხაზი, მამაკაცის ხაზი, ნაოჭების საწინააღმდეგო პიგმენტური ლაქებისთვის და სხვადასხვა პრობლემებისთვის. ანა, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ესეთი ინფორმაციული სიუჟეტისთვის. და გადავდივარ ძალიან საინტერესო თემაზე და რუბრიკაზე, ესე იგი, ნებისმიერი ადამიანის გარეგანი ნიშნები გარკვეულ ინფორმაციას იძლევა მის შინაგან მდგომარეობაზე. ეს შეიძლება იყოს ვარცხნილობა, ჩაცმულობა, აქსესუარი, რომელსაც კონკრეტულ დროს ატარებს და ამას განსაკუთრებით კარგად ახერხებს პროფესიონალი თვალი. როგორც ირკვევა ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობის შესახებ, მკაფიო დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა მისი საცხოვრებელი სახლი, ინტერიერი, წესრიგი, ფერები, განათება, ნივთების განლაგება და ყველა ეს დეტალი ქმნის კონკრეტული ადამიანის ფსიქოლოგიურ პორტრეტს. აი ასეთ საინტერესო თემაზე სასაუბროთ, შემოგვიერთდა ჩვენი ფსიქოლოგი ირმა მუშკი-კვაჭაძე, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად გვეტყვის თუ რას გულისხმობს, რაც მე ვისაუბრე ახლა. კი ბატონო, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენი გარემო, ჩვენი პიროვნების გაგრძელების ნაწილია და კურტლევინი ესეთი ფსიქოლოგი ამბობდა, რომ ჩვენი ირგვლივ მდებარე საგნები, ნივთები, ფერები და ფორმები, სწორედ ის არის, რაც ჩვენ შინაგანი მდგომარეობის, ესე ვთქვათ, გარეგანი გამოხატულებაა. შესაბამისად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ გარემოზე, სადაც ჩვენ გვეკომფორტულება ყოფნა, ესე იგი რაღაცა ჩვენი შინაგანი პროცესების ვიზუალიზაციის შესაძლებლობა გვეძლევა, ხო? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ დეტალს სახლში, როგორ ვარჩევთ დაწყებული რაღაც ფარდის ფერიდან, დამთავრებული ფანჯრების ფორმიდან, ხო? მე გულისხმობ იმას, რომ თუ როდესაც ჩვენ ვირჩევთ, თქვა და ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პრიორიტეტიზაცია გავაკეთოთ საკუთარი სურვილისამებრ, როგორი იქნებოდა ჩვენი არჩევანი და სხვათა შორის ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ისტორიული ფაქტიც და შემდეგ ალბათ ყველას გამოგვიცდია ეს მომენტი, როდესაც დაბალჭერიან სახლებში გვიწევს ყოფნა, აქ თავისი ფსიქოლოგიური მახასიათებელია და იყო სამწუხაროდ ჩვენი განვითარების ისტორიაში ესეთი ეპოქა, სადაც დაბალჭერიანი ხო, კი ბატონო, სადაც დაბალჭერიანი სახლები და ბინები იყო ძალიან ნორმა მიღებული და ამის წინა პერიოდი იყო, სადაც ძალიან მაღალი ჭერი იყო და დაახლოებით 3 ან 4 მეტრიც იყო ხოლმე. ანუ ეს პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობის პროცესს და ნახეთ დაბალჭერიან სივრცეში, სადაც სივრცე ნაკლებია, თითქოს ჭერი თავზე გახურავს, ადამიანი პირდაპირ საკუთარ თავში უფრო ესეთი არა თავდაჯერებული, არა გალაღებული და საკუთარ თავში ჩაკეტილი და უფრო მორჩილი ფსიქოტიპი ყალიბდება ესეთ გარემოში გაზრდის შემდეგ და როდესაც აქვს პიროვნებას იმის სივრცე, რომ ანუ ჩვენ შეგვიძლია რომ ვივარაუდოთ ესეთი საფუძვლიანად, რომ აგრეთ წოდებული ხრუშჩოვკები მიზანმიმართულად იყო დაბალჭერიანი. კი,
დიდი ალბათობით ფსიქოლოგიური ჭრილი თუ შევხედავთ და არა იმითი რომ რაღაცა საშენი მასალის ეკონომია კეთდებოდა ალბათ ეგეც მაგიდან გამომდინარეა ხო რაც უფრო პატარა და ეკონომიურია მით უფრო ჩვენი ფსიქოლოგიური და პიროვნული განვითარების შეზღუდვა ხდება ასე რომ რაც უფრო დიდ სივრცეში არის რაც უფრო გვაქვს იმის შესაძლებლობა რომ ჩვენ გარემო იყოს რაღაცა თავისუფალი მით უფრო დიდი სილაღის და რაღაცა განვითარების შესაძლებლობა გვეძლება ადამიანებს და ეს ფაქტობრივად ყოველს გვაქვს ამის შეგრძნება ხო ეს სივრცეში შევდივართ სადღაც ამოვისუნთქეთ თავისუფლად ვართ ლაღად ვართ და არის სივრცე რომელიც პირდაპირ რაღაცნაირ ჩვენ პროცესებს ახშობს ხო თუმცა მე მაგალითად მაქვს სივრცის შიში გულისხმობ იმას რომ აი არ შემიძლია მარტო მაგალითად დავრჩე სახლში სადაც ბევრი ოთახია და დიდი სივრცეა ეს თუ არის აი მე თვალსაზრისით დაკავშირებული ადამიანის რა თქმა უნდა როდესაც ბევრი სივრცეა რომელიც ვერ ვხედავთ რომელსაც ვიზუალურად ყველა რაღაცა კუთხის დანახვა და წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია სად რა ხდება ამ დროს ჩვენი უსაფრთხოების დონე დაბლა იწევს შემოდის შფოთი და შეიძლება ვივარაუდოთ რომ ამ დროს ადამიანს არ აქვს იმის შეგრძნება რომ აკონტროლებს თვითონ იმ გარემოს რომელ გარემოშიც არის და რეალურად მას ჭირდება სხვა ადამიანი იყოს მის გვერდით ხო გვერდით რომელიც თითქოს დაცულობის განცდას უფრო გააზრდის შესაბამისად როდესაც ჩვენ გვაქვს ხო ესეთი მახასიათებლები ზოგს აქვს ის რომ თქვა დიდი ფანჯრები რო არის და ამ დროს საყრდენის განცდა ეკარგება საზღვრის განცდა ეკარგება და პირდაპირ განცდა არის რომ მე ახლა რაღაცა უსაფრთხოდ არ ვარ შეიძლება აი ამ სივრცის დანახვასთან ერთად ჩემი შინაგანი შფოთი აქტიურდება და მჭირდება მეტად დაცულობის განცდა ხო აი აქაც მაშინ პირდაპირ იმას ვიტყვი რომ თუ მაგალითად ადამიანს აქვს დიდი გალავნის დიდი რაღაცა ესეთი ღობის შემორტყმის სურვილი ეგეც მიუთითებს იმას რომ საკუთარ თავში დაუცველობის შეგრძნება უფრო მაღალი აქვს არენდობა სამყაროს და ამიტომ ჭირდება რაღაცა ის შემოსაზღვრულობა რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოს სხვათა შორის ინტერნეტში ამას გავრცელდა ვიდეო სადაც სხვადასხვა ფსიქოლოგიური მახასიათებლების მიხედვით არის ფოტოები შერჩეული სხვადასხვა მახასიათებელი რომ სახლი იყოს როგორი გამოიყურება ეს სახლი ხო ეხლა მინდა რომ ჩვენ მაყურებელსაც ვაჩვენოთ ეს ვიდეო და მე თან პარალელურად ვისაუბრებ ამაზე იმიტომ რომ ხო იმიტომ რომ სხვადასხვა ფორმაც ეხლა როგორც ჩვენც ვამბობთ ეს არის სხვადასხვა სახლი მაგალითად ბიპოლარული აშლილობა არის ისე რომ ერთი სხვადასხვა ფორმის იყოს ხო ხო არის ობსესიური კომპულსიური აშლილობა როდესაც ყველაფერი დეტალურად უნდა იყოს გაწერილი არის მაგალითად მოსაზღვრელი აშლილობა სადაც სხვადასხვა ფორმით არის მეტი შიში ხო კი თავიდან გავა ეს ვიდეო არ არის კი ანუ ეს არის უბრალოდ ვიზუალიზაცია იმისი რომ ჩვენი ესე ვთქვათ სახლი რომ რაღაცა ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გამოსახულება იყოს აი როგორი აი ნარცისული პირდაპირ გვაქვს ხო ჩვენ ეს ამის მაგალითებით რომ თუ ნარცისული მოთხოვნილება გვაქვს ეს სახლი არის ხოლმე მედიდური და რაღაცა დიდი და ესე ვთქვათ პირდაპირ რაღაცა ფუფუნებაზე აქცენტირებული ხო თუ არ მაგალითად ეს იპოქონდრია რომელიც მეტი შიშია და აქ დაცულობის განცდა და უსაფრთხოების ზომების მაღალი დონე უნდა იყოს შესაბამისად რომ შფოთი რო ეწერა და ისეთი სახლი რომ შფოთვას დაგმართებს რომ არა მე პირადად რაღაცა სიმყუდროვე უფრო ძალიან სწრაფად გადავიდა და უფრო კარგად გადავიდა ხავარაუდოთ იმიტომ რომ ეს იყო რაღაცა სახლში ტყეში განმარტოვებული ადგილი ხო ეს არის როდესაც ყველაფერი მოწესრიგებული უნდა რომ გქონდეს ადამიანს და ეს ვიზუალური ფორმა რა თქმა უნდა ხა ეს უბრალოდ ესეთი არ არის ცოტა ხუმრობის ნაწილშია თუმცა მე გეტყვით ხა შინაგან ინტერიერზე გადავიდეთ ხო ერთი არის გარეგან სამწუხაროდ ყოველს არ გვაქვს იმის ფუფუნება რომ ესე ჩვენი სურვილისამებრ თვითონ კონკრეტულად სახლი ავაშენოთ მაგრამ ის რაც ჩვენი ოთახია ვთქვა ჩვენი სახლის შიდა ინტერიერია ამას ხშირად ჩვენი მოთხოვნილებისამებრ ესე ვთქვათ ვქმნით ვალაგებთ ხო და აქ არის ესეთი გეშტალტური იდეა
ხონის და ფიგურის თემა, ხო? რა არის ჩვენი სახლის მთავარი ფიგურა და ხშირად ეს ფიგურა განსაზღვრავს ან ცენტრალური ამბავი ჩვენ სახლში, ჩვენ ოთახში და ხშირად ეს ფიგურა პირდაპირ მნიშვნელობით განსაზღვრავს იმ რიტმს, იმ რიტუალებს, რომელიც ოჯახს აქვს კონკრეტულ ოჯახს, მაგალითად ეს არის შეიძლება იყოს ტელევიზორი, ხო? ანუ რის გარშემო იქმნება ამბავი კონკრეტულ ოჯახში და ეს არის ის ცენტრალური იდეა, რის გარშემოც ვიკრიბებით, ხო? ამიტომ ამის მოთხოვნილება ჩვენი ასაკობრივი განვითარების პარალელურად სხვადასხვანაირია და მე მახსოვს, როდესაც მე თვითონ ჩემბინის რემონტს ვაკეთებდი, ტელევიზორი საერთოდ დამავიწყდა, იმიტომ რომ იმ ასაკში, როდესაც ვიყავი რაღაცა სტუდენტი, ხო, იმ ასაკში საერთოდ არ იყო ამისი ჩემთვის პრიორიტეტი და მე ეხლა სადღაც კიდია მაღლა და დისკომფორტია, იმიტომ რომ მისთვის ესეთი სივრცე არ გამომიყვია, თუმცა ეს უწევთ ამას განსაზღვრავს, თქო, ხო, რას ვაკეთებთ, როგორ ვირჩევთ ფერებს, ფერების არჩევითაც არის მაგალითად ცივი და თბილი ფერები, ხო, თუ ჩვენ პრიორიტეტი გვაქვს დიალოგი, სიმყუდროვე, რაღაცა ოჯახური კერა, ხო, ამ ვირჩევთ თბილ ფერებს, კი, ზუსტად. თუ ეს არის ამ ტესტზე მე გადავალთ ეს ტესტი ჯერ ადრეა ეს ტესტი, მე მინდა რომ თქვენ შეარჩიოთ ერთ-ერთი ფოტო, თუმცა ხო, ძალიან საინტერესო ტესტი მოგიმზადეთ საბოლოს, მაგრამ ეხლა გავაგრძელოთ იმაზე საუბარი, თუ ჩვენ ვირჩევთ სიტყვაზე რაღაცა ცივ სტრუქტურულ ფერებს, ამ ფერების მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ უფრო რაღაცა ტექნიკური საქმეების, თქვა, საოფისე საქმეების გაკეთების შესაძლებლობა გვაქვს. როგორც იცი, ანა აკეთებს ახლა იმას რემონტს. მე ვაკეთებ რემონტს, სხვა შორის ძალიან თბილი ფერები გადავწყვიტე ჩემი ოთახისთვის და მე სიამოვნა ახლა რომ ესეთი კარგი რაღაცა. ხო, ანუ ყველა მდგომარეობა კარგია, უბრალოდ განსაკუთრებულია ეხა ცხოვრების რა ეტაპზე გავდივართ და ყველაზე შესამჩნევია თუ როგორ ვირჩევთ ჩვენ აი ამ ჩვენ ირგვლივ გარემოს, მაგალითად თინეიჯერების დროს, ხო? თინეიჯერები პირდაპირ ამუქებენ, საკუთარ რაღაცა სიმყუდროვეს იქმნიან, ფანჯრებს კეტავენ. თუმცა ჩვენც არა თინეიჯერებსაც გვაქვს ხოლმე მომენტი ცხოვრებაში, როცა გვინდა რომ ჩამოვაბრძელოთ მთელი ოთახი რაოდენ ნათელ და თბილ ფერებშიც არ უნდა იყოს. ეს ალბათ ემოციურ განწყობაზე არის დამოკიდებული, ხო? კი, ზუსტად, ძალიან კარგი მიგნება, როდესაც ჩვენ არ გვინდა გარე სამყაროსთან კონტაქტი, იმიტომ რომ ფანჯარა პირდაპირ ფანჯარა არის სამყაროსთან, როცა ჩვენ შეგვიძლია სხვა გარემოსთან კომუნიკაციის დამყარება და როდესაც ჩვენ თავში ჩაღრმავების მომენტი გვაქვს და სურვილი რომ ჩვენ თავთან უფრო მეტი კონტაქტი დავამყაროთ ვიდრე გარე სამყაროსთან, ამ დროს ვიზღუდავთ აი ამ ვიზუალურ კონტაქტს. თუმცა ვიზუალური კონტაქტი სამყაროსთან ბუნებასთან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის ფსიქიკური და ფიზიოლოგიური ჯანმრთელობის პროცესში და ამასთან დაკავშირებით თუ არ ვცდები 94 წელს კვლევა ჩატარდა როჯერ ურჰერი იყო მე მგონი გვარად ეს მკვლევარი რომელმაც იკვლია პაციენტების მდგომარეობა იმ ოთახებში კლინიკის ოთახებში სადაც ერთი ფანჯრიდან ჩანდა გარემო ბუნება და ესეთი ბუნებრივი პეიზაჟი, გარე სამყარო და სხვა ფანჯრებიდან ჩანდა სახლები და რაღაცა ნაკლებად იყო ვიზუალური სილამაზე, ხო? როდესაც ადამიანი პაციენტს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ გარემოში ბუნებასთან იქონოდა კონტაქტი ფანჯრიდან, ისინი უფრო მალე გამოჯამრთელდებოდნენ ხოლმე, ვიდრე ის პაციენტები, რომლის ფანჯრიდან არ ჩანდა ის ხედი, რა ხედით, თქვათ, ჩანდა ბუნების შემთხვევაში. ეს პირდაპირ დადასტურებულია, რომ ძალიან ბევრი უბანი გამახსენდა ეხლა და ის მაცხოვრებლები, რომლებიც ვერ ხედავენ ამ ყველაფერს და წინ ფანჯარაში აქვთ კედელი. ეს პირდაპირ გუნავს, ხო? პირდაპირ გუნავს. აი საავადმყოფო ახსენე და ძალიან სასიხარულოა, რომ ბოლო პერიოდში საავადმყოფოებმა დაიწყეს ზრუნვა თავიანთ ინტერიერზე და ეს რა თქმა უნდა პაციენტების სწრაფ გამოჯანმრთელებაზეც ალბათ იქონებს გავლენას. ზუსტად, ძალიან სწორი მიგნება, როდესაც ჩვენ გარემოში არ გვაქვს გამღიზიანებლები, როგორიც არის, თქვათ, რაღაცა ზედმეტად ბევრი ნივთი, ზედმეტად უწესრიგობა, ხო? რადგან აი არსებობს ეგეთი ტერმინი ფსიქოლოგიაში, ნივთების ხმაური, როდესაც იმდენად ბევრი ნივთია, რომ ამ ყველა ნივთს თავისი ისტორია აქვს, ამ ყველა ნივთზე ჩვენ ყურადღება თავისი ენერგეტიკაც აქვს. კი, ყურადღება ვამახვილებთ და მე ვიფანტებით იმ გარემოში, რაც არის. თუმცა ერთი მხრივ ეს ნივთების ისტორია, თუ ჩვენ ეს მიზანმიმართული გვაქვს, კომუნიკაციის ასპექტს უწყობს ხელს, კომუნიკაციის საშუალებაა და ჩვენ ეს ნივთები შეგვიძლია ისტორიის მოყოლით და
ვთქვათ, აი ამათი შინაარსით ესეც არის დიალოგის წარმართვის ერთ-ერთი ხერხი, იმიტომ რომ თუ ჩვენ აბსოლუტურად ნეიტრალური, რაფინირებული გარემო გვაქვს, რომელიც ერთი პერიოდი ძალიან აქტუალური იყო, ხო, და მინიმალისტური სივრცე, ამ მინიმალისტურ სივრცეში ჩვენ თითქოს სიცივის განცდა გვაქვს, კონტაქტზე არ გავდივართ და ძალიან შეკავებულია ჩვენი ფსიქიკური პროცესები, რაღაცნაირ სიღრმისეული დიალოგის პერფექციონისტები არიან ეს ადამიანები, ვისაც მინიმალისტური გარემო უყვართ. პერფექციონისტები არიან და კონტროლის ძალიან მაღალი მოთხოვნილება აქვთ, როდესაც სურთ, რომ ძალიან სწორხაზოვანი, ძალიან დეტალური, რაღაცა ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ორი ფერია გამოყენებული მათი ინტერიერში და ძალიან ისეთია. სხვათა შორის ჩემნაირი ადამიანის ტიპები ძალიან ცოტა ხანი რჩება ხოლმე ეგეთ სივრცეში, იმიტომ რომ ძალიან ზედაპირულია. აი, ჩემთვის მაგალითად შინაარსის ნაკლებობა არის, აი ამ ძალიან რაფინირებულ და ჩემთვის კიდევ პირიქით ნივთების ხმაური ახსენე და სწორედ ეს მიმართება მაშინ, როდესაც ზედმეტად გადატვირთულ ოთახში შევდივარ, სადაც ყველა კუთხე კუნჭულში რაღაც ნივთი დევს. კი, აი ჩემს სახლში ყველაფერს თავისი ისტორია, ყველაფერს თავისი ემოციური მდგომარეობა აქვს. შესაბამისად, ხო ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ თავადაც ჩვენ გრძნობდეთ კომფორტულად იმ სივრცეში თავს. თუმცა აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ერთ პერიოდი როდესაც შევარჩევთ, მე მქონდეს ამის ტრანსფორმაციის შესაძლებლობა და ლეგალიზება იმისი, რომ მე შეიძლება შევცვალო, იმიტომ რომ სწორედ შეცვლა უზრუნველყოფს რაღაცა ჩვენი განწყობის შეცვლასაც, ხო, თერაპიულ დეპრესიაში არ უნდა გავაკეთოთ რემონტი ალბათ, ხო? ზუსტად. და ეგეც მნიშვნელოვანი ამბავია, ერთ-ერთი ჩემი ახლობელი ამბობს, იმდენი ხანი ვაკეთებდი რემონტს, ერთი ოთახი რომ გავაკეთე, ახლა სხვა განწყობაზე ვარ, იმიტომ რომ აი შეიცვალა პირდაპირ მისი პრიორიტეტები ცხოვრებისეულად და მაგალითად ის ბორდოსფერი ფერი, რომელიც მძიმე აარჩია, ახლა ძალიან რო შევდივარ მძრგუნავსა და ესეთღაც ხო. ამიტომ სწორედ როდესაც ჩვენ რაღაცა კონკრეტულ მდგომარეობაში ვაკეთებთ რაღაცა დასკვნას, ვირჩევთ ფარდისფერს, ვირჩევთ რაღაცას ის იმ მდგომარეობის კონფიგურაციაში რაც ვართ, იმითი არის გაკეთებული ეს გადაწყვეტილება და ძალიან სწორი დასკვნა ეხა ანა შენ რაც გააკეთე, რომ თუ დესტრუქციულ განწყობაზე ვართ, მე ეს გადაწყვეტილება სულ ვაბრუნებს რაღაცა იმ პერიოდში, იმ ეპიზოდში, ამიტომ მნიშვნელოვანია რომ ზუსტად მივიღოთ განსაკუთრებით ისეთი გადაწყვეტილება, რომლის მარტივად შეცვლის შესაძლებლობა ცოტა ნაკლებადაა, ხო. ასე ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ინტერიერში მცენარეების რაღაცა ცოცხალი არსების, იმიტომ რომ თვითონ სიცოცხლეს შემოაქვს ცალკე დადებითი ენერგეტიკა გარემოში, ხო? კიდე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენი განვითარების პარალელურად, როგორც უკვე ვთქვი, იცვლება ჩვენი პრიორიტეტები, მაგალითად თუ და ახალ დაბადებულ ბავშვისთვის ეს ნივთები და ისტორიები ნაკლებად არის და მას ჭირდება რაღაცა უსაფრთხო გარემო ნაკლები ნივთით. შემდეგ არის ბევრი სათამაშო შემოტანა, აი ნელ-ნელა ივსება იმ ნივთების ხმაურით, რაც შენ ახსენე, რომ არ აქსიამოვნებს. შემდეგ ხდება თინეიჯერობაში ნივთებთან მიჯაჭვულობა იმაზე მეტად, ვიდრე იმიტომ ეს ნივთი ხდება მისი რაღაცას იდენტობისთვის მნიშვნელოვანი ღუზა და ჩასაბღაუჭებელი, ესე ვთქვათ, რაღაცა ძალიან სიმბოლური ნაწილი. და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პატივი ვცეთ ოჯახის წევრების რაღაცა ემოციურად დატვირთულ ნივთებს. მე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სადღაც, როდესაც პირველად შედის ადამიანის დასრულობაში, სწორედ მაშინ უნდება ამ ყველაფრის განახლება. ამ ყველაფერს ახლა აი დაახლოებით შენასაც ამბობ, ხო, როდესაც პირველად ვიღებთ იმის გადაწყვეტილებას, რომ ახლა მე ვარ ჩემს სივრცეზე პასუხისმგებელი, საერთოდ ამის ტრანსფორმაციას ახდენს და აი აქ იკვეთება უკვე ჩვენი ნამდვილი პიროვნული სტრიხები, როგორ ვაკეთებთ, რას ვაკეთებთ, რას ვითვალისწინებთ, რა იდეით ვაკეთებთ. ხო, ხო, ზუსტად. ყველა სხვადასხვა ასაკი. რა ასაკიდან დგებოდა? მეთქი რა. ხო, ასაკი, როდესაც ჩვენ ვიღებთ ამ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობას, როცა აი ეხლა მე თორე თუ მე რაც ადრე ჩამოყალიბდი თქვა 22-23 წლის ასაკში, მაშინ მაქვს, მაგრამ საქართველოში დაახლოებით 25 პლუსის არის, როცა ჩვენ მატერიალური და ფიზიკური შესაძლებლობა გვიწყობს იმაში, რომ მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. თორე სურვილი უკვე არის დაახლოებით 20 წლის ასაკიდან. ასე რომ ჩვენი გარემო უკვე არის ის სივრცე, სადაც ჩვენ ესე ვთქვათ, თავს კომფორტულად უნდა ვგრძნობდეთ და თუ არ ვგრძნობთ კომფორტულად, ვიზრუნოთ იმაზე, რომ რაღაცა ბოლომდე მოვირგოთ ჩვენ თავზე. ეხლა მინდა რომ პატარა ესეთი სახალისო ტესტი შემოგთავაზოთ, არის რამოდენიმე სახლის ტიპაჟი, ესენი სახლები და მინდა რომ აირჩიოთ ეხლა ამ კონკრეტულ მომენტში, რომელი არის თქვენთვის პრიორიტეტი, იმიტომ თავისი ვიზუალით, თავისი რაღაცა შინაარსით და მე გეტყვით თითოეულ მათგანი რას ნიშნავს. მე ავირჩევდი აი
მარჯვნივ შუაში რომ არის, მხოლოდ იმიტომ რომ პალმა დავინახე და ზღვის სანაპიროზე ცხოვრება არის ჩემი ოცნება და იმედი მაქვს ეს იდეადებს ამ სახლშიც. ფლადაგიდი არ არის, მაგრამ მაშინ იყოს რაც აირჩია ხოლმე გეტყვი. მხოლოდ პალმის გამო. კაი, თუ პალმას არ ჩავთვლით, მაშინ რომელი? თუ პალმას არ ჩავთვლით, ალბათ ავირჩევდი აი ამას, კუთხეში რომ არის. კაი ბატონო. რაღაცნაირად არაფერს არ იწევს არც ერთი. მაგრამ უნდა ავირჩიო, ხო? ნუ როგორც თუ გინდა უბრალოდ დავასახელებ თითოეულ მათგანს, ეს არის ძალიან ზედაპირული. ხო. კაი, რა ვიცი, იყოს აი ეს ქვევით. ესა? კი, აქეთ. ნარინჯისფერი კარი. ნარინჯისფერი კარით, კი. კი ბატონო. ხო, ნუ ეს არის ხა ზედაპირულად უზედ აი ახლა ამ კონკრეტულ მომენტში რას გქნობ და როგორ გქნობ, სხვათა შორის ეს ჩემიც ეს იყო. კაი, მოდი მაშინ თითოეულ მათგანი დავასახელოთ ახლა თავისი შინაარსის მიხედვით რა არის. ხო, ეს მყუდრო და საიმედო სახლი ბაჩო, რაც მე და შენ ავირჩიეთ, ეს ითვლება რომ ძალიან კარგი მეგობრები არიან, ძალიან ესეთი საყრდენი ადამიანები არიან და მათთან კონტაქტი და აი ახლა ამ კონტაქტი და კომუნიკაცია არის საკმაოდ ესეთი მსუბუქი, ლაღი და მშვიდი. აი საკონტაქტოდ ეგეთი ადამიანები არიან ხოლმე. ხო, ძალიან საინტერესო არის რა განსაზღვრავს აი ამ შეფასებას. ამ შეფასებას განსაზღვრავს ზოგადად სახლის, როდესაც ბავშვები ხატავენ სახლებს უხატავენ თუ არა კარებს. კარები არის სამყაროსთან კონტაქტი, ფანჯარაც არის სამყაროსთან კონტაქტი. როდესაც 99% დაუხატავს. არა ხატავს, არა, არ ხატავს ბავშვები. არ ხატავს. ფერს ნარინჯისფერს აქვს აშკარად. კი, ფერადია, ვარდისფერია, მსუბუქია, ანუ ყველაფერს კომპლექსურად აქვს, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელობა, ხო? რა თქმა უნდა, ეს არ არის 100%-იანი დიაგნოსტიკა, რომ აი რაღაცა განსაკუთრებით მორჩა და ეგრეა, ხო? თუმცა როდესაც ბავშვები განსაკუთრებით ბავშვების ნახატში არის ეგეთი და რეალურად ეხა სიმყუდროვე იმათ შორის, ხო? ან მყუდროს რასაც გულს ალბათ რაღაც ცნობიერათაც ვეძებდი უფრო სიმყუდროვეს ამ ფოტოებში ვიდრე რაღაცა იმას რა ქვია სხვა ასპექტით არ იმას მიქნა ხო კი ყოველს თავისი რაღაცა არაცნობიერი ესე თქვა გზავნილის მოტანა შეუძლია კი ბატონო სწორედ ამიტომ არის მყუდრო სახლური სახლია ჩემთვის ესეთი დეფინიცია შეიძლება რომ მივცე აი ამ სახლს ხო შემდეგიც ანას სახლიც დაახლოებით პირველი რაც აირჩია დაახლოებით ეგეთი შინაარსი და ამას მე როცა მოვა ანა შენ ხო შემდეგ არის ეს ისფერი სახლი რომელიც ცოტა გაღეზიანებული ბავშვები ხატავენ ხოლმე ეგეთ გაბრაზებულია გაღეზიანებული ფერებშიც არის ხო მუქფერებში არის და ცოტა გრძნეული ადამიანების სახლს რომელიც აი ცოტა ესეთი შელოცვებს და რაღაცა მიიწევს მაგ ასოციაციას ნამდვილად ხო იწევს მაგას კი ანუ პირდაპირ რაღაცა საშინელებათა სახლი ფილმებში და ზუსტად ამე გაბრაზებული და რომელიც რაღაცა თავის პროცესებშია და რაღაცა ძალიან გაბრაზებულია და აი ეგეთი ეხლა თუ ადამიანმა რომელმაც ეს სახლი აირჩია შეიძლება იყოს როდესაც ძალიან ესეთი რაღაცის გაკეთების ხასიათზე რომ ეხლა რაღაც გაბუტულია, გაბრაზებულია ან რაღაცას არ ეთანხმება, ხო? კი ბატონო. ხო მე მიყვეთ ფოტოებს და მე ნელა გეტყვით, ხო, შემდეგი ფოტო ეს გავიარეთ, რომ ესენი რაღაცნაირად გაბრაზებული. კი, ეს არის რუტინა და ერთფეროვნება, მაგრამ მეწყინა ოღონდ შეხედეთ ეს ერთგვარად ეხლა თუ ჩვენ ვიგულისხმებთ იმას, რომ რემონტის პროცესში ხა შეიძლება ესკიზიც კი იყოს და ამით მე რატომ ავირჩია ეს სახლი ვიტყვი, რაღაცა ევროპულ სოფლებში რომ სახლები მინახავს, ესეთი ასოციაცია გამოიწვია და პროგრესთან დავაკავშირე რაღაცნაირად და მაგიტომ ავირჩია და ევროპა და ის მოდელმა მიიქცია მოდელმა და არა შინაარსმა თუმცა შინაარსიც ძალიან ესეთი თორემ გარედან შევაფერადებდი რა თქმა უნდა და ხო შენ პროცესში შენ აირჩიეს სახლი რომელიც პროცესშია და აი ერთფეროვანია ჯერჯერობით თუმცა თუ შენი იდეა არის რომ ამ სახლს საბოლოო ვერსია კი არ არის რაღაცას დაამატებდი ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გადავა მე ალბათ
ვიზუალურად ჩემთვისაც ძალიან კომფორტული იქნებოდა ამნაირის რაღაც. ოღონდ ფერებს დავამატებდი. ამიტომ სანამ ფერები არ აქვს, მანამ ერთფეროვანია დამერწმუნე ამაში. კი ბატონო. შემდეგი სახლი არის, რომელიც შენ პირველად აირჩიე. ეს არის საკუთარ თავთან განმარტოვების და საზღვრების ნახე. პირველი აქ არის ის, რომ ამ სახლს ერთადერთი იყო, რომელსაც ღობე ჰქონდა. კი, რომელსაც ღობე ჰქონდა და საკმაოდ ახლოს აქ ეს ღობე. თუ უფლებას მომცემ ჩვენ, როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობდი, შენ გააჟღერე ეგეთი რაღაც ფრაზა, რომ სადაც მიდიხარ, იქ ჭირდება შენი სივრცე, რომ თავი მიდნო კომფორტულად. არ აქვს მნიშვნელობა საკუთარ სახლში ვიქნებით უსქვის სახლში, ყოველთვის მახასიათებს პოვნა ადგილი, სადაც ვიქნებ თავს კომფორტულად, აი. კი ბატონო, პირდაპირ სიტყვით თქვი, რომ მე მჭირდება ჩემი სივრცე ნებისმიერ სივრცეში, რომ თავი ვიქნო კომფორტულად. ეს არის სახლი, რომელსაც სწორედ ესა საზღვარი აქვს, ხო? აი, პირდაპირ მნიშვნელობით თქვა, შეიძლება პალმაც არის, მაგრამ პალმაც შიგნით აქვს მოყოლილი. კი, ამიტომ აი ეს დაახლოებით ისეთია, რომ შენ სივრცეში დაждები, იქ პატარა ყავას დაიდგამ, რაღაცა ერთ ადგილს და აი იქ ზოგადად ინსტინქტურად რაც არის ხოლმე მით უმეტეს ესე ტესტებში პირველი რაც ხდება თვალში აუცილებლად ის არის. კი ბატონო. ხო, მოკლედ ეს არის საკუთარ თავთან ყოფნა. ეს არის სიმსუბუქე და ემოციურობა, ცოტა ესეთი ეს უფრო პლაჟის, რომელიც აი ნახე, რატო არის სიმსუბუქე, ხო? ეხლა ბაჩას უყვარს დეტალურად ახსნა, რატო არის ის. ან არ დგას მყარად ნიადაგზე. ან ფეხებზე დგას, რომელიც სიმყარის ნაკლებობაა ცოტათი, თუმცა არის აი რაღაცა ცოტა უფრო ინფანტილური, ემოციური, რომელიც აი სანაპიროს სახლთან სანაპიროდეთ გას ხოლმე. კი, და ესეთი ემოციურობა და შეიული რა. კი, აი, ხო, საცხოვრებელ სახლად ნაკლებად ასოცირდება რაღაცა ცოტა უფრო გართობის სიმსუბუქესთან რო ასოცირდება ეგეთი სახლია. კი ბატონო, შემდეგი ეს არის ესეთი ძალიან ინფანტილური, ლამაზი, თუმცა ახალი შეყვარებულობის ეტაპზე რო არის ადამიანი, როდესაც მაჭარი აქვს და რაღაცა ემოციური აფექტია, ხო? თუ ფერადი მსუბუქი, ცოტა თამაში, ხო? კი, ძალიან ესეთი პრინცესული რაპუნცელის სახლი. ეგეთი, რომელიც აი რაღაცა კოშკში ცხოვრების იდეით, ცოტა ეგეთი ადამიანი ცოტა ფანტაზიებში ცხოვრობს, ცოტა შეიძლება რეალობასთან ამ წუთას არ იყოს კონტაქტში, მაგრამ თავის იდეებში და შემოქმედებით ფიქრებში და თავის რაღაცა წარმოსახვით რეალობაში ცხოვრობდეს, ცოტა ეგეთი ხო, ცოტა ესეთი რეალობასთან კონტაქტი რო აკლია ეგეთი ადამიანია. კი ბატონო, და მე მგონი ერთი სახლი დაგვრჩა სოკოს ფორმის, რომელიც იყო. ხო, და ეს სახლი, რომელიც არის ესეთი კრეატიულობის და შემოქმედებითი სახლი, რომელიც აი პირდაპირ არის ეს ერთადერთი სახლი იყო, რომელიც არა რაღაცა სტანდარტული ოთხკუთხედის სახლია, ეს რაღაცა ესეთი ჩვენში არსებული შემოქმედების და რაღაცა უცნებისეული თუ რაღაცა არარეალური სამყაროს სახლს. ხო, არარეალური სამყაროს, თუმცა ეგეთ ადამიანებზე არის ხოლმე ესეთი იდეა, რომ მარტივად პოულობენ არასტანდარტულ გამოსავლებს რაღაცა სიტუაციიდან, შეუძლია სიტუაციის სწორად დანახვა და შეფასება და როდესაც არის რაღაცა კონკრეტული ამოცანა, ამოსახსნელი და საჭიროება აქვს, მას შეუძლია რაღაცა არაპოპულარული გადაწყვეტილების მიღება, თუმცა ძალიან მიზანმიმართული და ძალიან ზუსტი. ანუ ხო, შესაბამისად ეს სახლი არის ესეთი შემოქმედებითი და თან პრაქტიკული გამოყენების უნარი რო აქვს ხოლმე ადამიანს რა. ანუ რო თუ დაჭირდა, აქაც იცხოვრებს. აი დაახლოებით ეგეთი ლოზუნგია, რომ ანუ სიტუაციურად არის რაღაცა მორგებადი ტიპაჟი, მოკლედ რაღაცეებს თავის კრეატიულობის. ხო, კი, ერთი დაგვრჩა, მართალი ხარ. ცოტა ქარხანას რომ გავდა და არ მომეწონა სახლი. ეგეთი სახლი, კი, ეს არის ესეთი პირდაპირ რაღაცნაირად გართხმული მიწაზე ესეთი სახლია, რომელიც ეს ენერგიის ნაკლებობას გულისხმობს და ცოტა ამ სახლის ამრჩევ ადამიანს დასვენება სჭირდებაო, ესე ამბობენ, იმიტომ რომ ცოტა ესეთი ენერგეტიკული ენერგია ნაკლებია აი ამ სახლში, კი. პირდაპირ რაღაცა ესეთი მიწარი სადაა და არაფრის მეტყველი და ხო, მიწარი ესეთი გრაუნდინგის მეტაფორა, ანუ საყრდენი და აი მიწაზე რომ აი მინდა რომ დავისვენო დაახლოებით ეგეთი თუ მაგალითად ჩვენ რაპუნცელის სახლზე ვთქვით რომ მაღლაა და ემოციურია და ღრუბლებში დაფრინავს, აი აქ უნდა რომ აი დავწვე და არაფერი ვაკეთო. დაახლოებით ეგეთი მოთხოვნილება აქვს ეხლა ცხოვრების ამ ეტაპზე და სავარაუდოდ ეხლა არ მინდა ზუსტი რაღაც დიაგნოზივით გამომიდე, თუმცა აი ეგეთი სახლის ამრჩევ ადამიანს ძალიან ჭირდება დასვენება, იმიტომ რომ მისი ენერგოტონუსი ცოტა დაბალიაო, ესეთი იდეა არსებობს მოკლედ ამ სახლის არჩევას და შესაბამისად, ნუ ჩვენ შეგვიძლია ესე მარტივი ფორმით
დავინახოთ ვივარაუდოთ ეხლანდელი ჩვენი მდგომარეობა კი და ბავშვებზე ხაც ვიტყვი რომ ბავშვები როგორ ხატავენ თქვათ სახლს არის თუ არა ბილიკი ხშირად ალბათ გინახავთ ხო ეს ბავშვები ხატავენ სახლს და მისასვლელი ბილიკი ესე იგი მას სჭირდება რომ მასთან კონტაქტის დასამყარებლად ადამიანებმა რაღაცა კონკრეტული ეტაპები გაიარონ ხო ასე აქვთ ხოლმე რაღაც ბილიკს მიახატავენ ან აქვთ თუ არა საკვამური კი საკვამური როდესაც აქვს ესე იგი რაც ემოცია ბავშვებს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ქონდეს ემოციური ვენტილაციის საშუალება და ხშირად ხატავენ ბავშვების საკვამურს მაშინაც კი როცა ეხა დღევანდელ ბავშვებს არც უნახავთ ისეთი ხო თუმცა ეს საკვამურის არსებობა არის რომ რაღაცა განთავისუფლების შესაძლებლობაა კიდე რომ იცით და არ გროვდება შიგნით ან საინტერესო არის ერთი ხატვით თან მით უმეტეს რომ საერთოდ ვერაფერს ვერ ხატავ ესე კონკრეტულს საინტერესო იქნება ერთი შენთან კონსულტაცია. არც თერაპიული ხო? კი, ძალიან ბევრი ნიუანსი. შეიძლება ცოტა თემას გადავუხვიო, მაგრამ ერთი კითხვა უნდა დაგისვა აუცილებლად. აი, მაგალითად, რომ გაძლევენ კალამს ხელში და გეუბნებიან, რომ რამე დახატე, რას ხატავ პირველს? თუ დაკვირვები ხარ, მე ვხატავ გულს. სხვათა ჩვენ გქონდა ამაზე გადაცემა. ჩვენ ჩავაბარეთ კიდეც ტესტინგი და ხატია. ხო, გულის დახატვა ემოციურობას და ესეთ რაღაცა სითბოს გაცემას არის ყვავილი, წერტილი, ოთხკუთხედი, სამკუთხედი. მოწერა და ასე. ხო, ბევრი ფორმა. მაშინ ცალკე გამოვიყო. აი, ჩაგიგდეთ ჩვენი გადაცემის კი, მე გეტყვი. ხო, მოკლედ ბევრი განსაკუთრებით ბავშვებთან შეგვიძლია ბევრი ინფორმაციის ეს ნახატით წამოღება, თუმცა ეხლა რომ სახლებს დავუბრუნდეთ და იმ გარემოს სადაც ვარ, ასევე ბავშვებთან თუ გავაკეთებთ დავლინკავთ ამ თემას, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვების მიერ დაწყობილ ნივთებს მის გარემოში მშობელმა პატივიცეს და აი არ გადაულაგოს თავის გემოზე, იმიტომ რომ აი ესე ვსწავლობთ ჩვენი გარემოს, აი შენ რო თქვი რომ ეს ჩემთვის ეს არის მნიშვნელოვანი, ესე იგი შემამშავლები მოგცეს იმის შესაძლებლობა რომ საკუთარი სივრცე შეგექმნა ხოლმე ბავშვობიდან. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბავშვებს მივცეთ იმის საშუალება მისთვის მის გარემოში როგორ და რანაირად არის ყოფნა კომფორტული თვითონვე ის თუ ჩვენ მუდმივად ვცვალეთ ეს და ჩვენ გადავუწყვიტეთ, მე ეს რაღაცა საკუთარ თავთან და ის ბავშვები განსაკუთრებით თინეიჯერობის ასაკში არეულობას რომ არიან მიჩვეულები და პირაზე რომ აქვს საკუთარი ოთახი მშობლებისთვის ძალიან რთული, ესე ვთქვათ, გადასატანია ეს. მაგრამ ნახე როგორც თავშივე ჩვენი რუბრიკის თავშივე დავიწყე და გავაჟღერე ფრაზა რომ ჩვენი გარემო, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის გაგრძელება სწორედ რაც ხდება თინეიჯერებში იმაზე როგორი ბობოქარიც არის და როგორი არეულიც და დაკუჭულიც და აი ესე გადმოტრიალებული როგორც გარემოა მისი ზუსტად ეგრე აღიქვამენ თავს. ამიტომ ეს საგანგაშო შეიძლება იყოს მშობლისთვის გარკვეული თვალსაზრისით თუ არა, მშობლისთვის საგანგაშო ალბათ არის ბავშვი. მშობლისთვის საგანგაშო ალბათ ის უფრო თუ თინეიჯერს დაალაგებულობის და ესეთი მოწესრიგებულობის სურვილი აქვს, იმიტომ რომ ეს მის მაღალ ფოთვას შეიძლება სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობა არა. ხო, ამიტომ თუ თინეიჯერს ოთახი არეული აქვს, ეს ასაკობრივია და იყოს გავახუროთ კარები და ჩვენ ემოციურ სტაბილურობაზე ვიზრუნოთ, რომ აი ხა ჩვენ თუ ეს ძალიან გვიშლის ნერვებს და რაღაცა ნერვულ სისტემას გვირყევს, მაშინ ჩვენ თავზე ვიზრუნოთ, რომ იმას მივცეთ იმის საშუალება, რომ იმ არეულობაში თავისი დაალაგებულობა ალბათ სახში რომ მივარ, ეხლა ჩემი რამდენიმე პირველი მეორე, პირველი მეტყვის რომ აი რამდენიმე ესეცნება რა. ძალიან დიდი მადლობა ირმა. სამი სათქმელი ხო არ გაქვს კიდევ რეკლამაზე სანამ გავალთ. თქვენ თუ კითხვა არ გაქვთ, მე რა ვილაპარაკებ დიდხანს ამ თემაზე. კითხვა ბევრია, ალბათ ძალიან დიდი ხანი შეიძლება ამ თემაზე ვილაპარაკოთ. მადლობა უნდა გითხრათ ასეთი საინტერესო თემის გაშლისთვის და ბევრ რამაზე დაფიქრებისთვის, ხო? რა თქმა უნდა, მე პარალელურად ბევრ რამაზე ვფიქრობდი. კი, და რა თქმა ჩვენს გარდა, ჩვენი მაყურებელიც და ალბათ ძალიან ბევრ რამეში მიიღებდა საჭირო რჩევასა თუ გააზრების საშუალება ექნებოდა, ალბათ ის სახლებიც აირჩია და მას ჩვენთან ერთად გამოვყვა და დაინახა თავის დღევანდელი მოცემულობა. ახლა რეკლამაზე უნდა გავიდეთ, რეკლამის მერე ძალიან მალე დაგიბრუნდებით, თქვენ დაგველოდეთ, არ გადართოთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვიერთით, შეგახსენებთ რომ უყურებთ დილის ლაივს, რომელსაც გიორგი დარჯანია განაგრძობს, რა თქმა უნდა, სპორტული ამბებით. გიორგი, მოგესალმებით დილა მშვიდობისა და მაინტერესებს რა სპორტული სიახლეები უნდა გვამცნო დღეს. ამბები გვაქვს ბევრი.
საკმაოდ ბევრი, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა მოხდა. მაგრამ მოდი დავიწყოთ ისეთი ამბით, ყველაზე მარტო სპორტის მოყვარულებს კი არა, ზოგადად ადამიანებს რო ძალიან აინტერესებთ. ეს არის ფულის თვლა. დავიწყოთ, მოდი, კი, ხო ყველას აინტერესებს. ვის რამდენი ფული აქვს, ვის რამდენი შემოსავალი აქვს, ხელფასი ვინ რამდენი აიღო, ეს ყველას აინტერესებს. რაღაცა სპორტული შეჯიბრი იყო ფულის თვლაში. ხო, თუმცა ეგეც თავისებური სპორტია. კარგით, მოკლედ, Forbes-მა გამოაქვეყნა, Forbes-ი ხო აქვეყნებს ხოლმე ყველაზე მდიდარი ადამიანების სიას და გამოაქვეყნა, გუშინ გამოაქვეყნა 50 ყველაზე მაღალ შემოსავლიანი სპორტსმენის სია. ვინ არის ზედიზედ 3 წელია უკვე წლის ყველაზე მდიდარი, ყველაზე შემოსავლიანი სპორტსმენი არის კრისტიანო რონალდო. შეგვიძლია ის გამოვიტანოთ კიდევაც პლაზმაზე, მოდი მიავდგებიდეთ ამისე მოგიყვებით ამას. ეს არის პირველი ადგილი 275 მილიონი დოლარი ერთი წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ. აქედან 225 მილიონი ეს არის ხელფასი, იქ საუდის არაბეთში ხო თამაშობს და წარმოუდგენელ არანორმალურ ხელფასებს იხდიან და 50 მილიონი არის სხვა შემოსავლები, ძირითადად ეს არის სარეკლამო შემოსავლები. მეორე ადგილზე Forbes-ის ამ სიაში არის სტეფ კარი. ჩემი შემოსავლებიც ეგრეა დაახლოებით. დიახ. 156 მილიონით, აი წარმოიდგინეთ, სადაც 100 მილიონზე მეტი უსწრებს რონალდო. სტეფ კარს ყველაზე მაღალ ანაზღაურებად კალათბურთელს ამერიკაში. წავიდეთ ახლა შემდეგზე, მესამე, მეოთხე ადგილზე ვინ გვყავს შეგვიძლია ვნახოთ. მოკრივე ტაისონ ფური 156 მილიონი წელიწადში მოკრივეებს სხვათა შორის ჩვენ ხო UFC-ს ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას მერაბი ილია თოფურია არა მოკრივეებს ბევრად დიდი ჰონორარები აქვთ ვიდრე UFC-ს მებრძოლებს ეს ყოველთვის ასე იყო და ასე არის და მეოთხე ადგილზე არის ამერიკული ფეხბურთის წარმომადგენელი დაკ პრესკოტი 127 მილიონი სულ რაღაც ჩვენ ახლა ამერიკული ფეხბურთი ბევრს არაფერს გვეუბნება ხოლმე იმიტომ რომ არ არის ისეთი ქართული სახეობა, თუმცა დღეს საღამოს კოკა-კოლა სპორტულ ამბებში ჩვენ გვექნება საუბარი საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრებზე. ყავს დიახაც, ანა ხო არის ცოდი რომ ამერიკული ფეხბურთის ნაკრები სკოლ საქართველოში და აი ამაზე ერთ-ერთი რეპორტაჟი გვექნება საღამოს გადაცემაში. ვურჩევთ მაყურებლებს რომ უყურონ. და მეხუთე ადგილზე ამ სიაში არის ლიონელ მესი. გამგანაპირობა რომ კრისტიანო რონალდოა პირველ ადგილზე და მესი არის მეხუთე ადგილზეა, ხო? თუ კრისტიანო, თუ მესი ჯობნის ტიტულების რაოდენობით, კრისტიანოს ჯობნის ფულის რაოდენობით. და მოდი ვთქვათ რომ ამ 50-ში ფეხბურთელი არის სულ 8. ძირითადად უმეტესობა არის კალათბურთელი და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი. 58 ამერიკულ ფეხბურთს ძალიან დიდი ფულია, უზარმაზარი ფულია და აი უმდიდრესი სპორტსმენების 58% წარმოადგენენ სწორედ კალათბურთს ან ამერიკულ ფეხბურთს. და რო ვთქვით რომ აი 8 ფეხბურთელია სულ ამ Forbes-ის ამ სიაში, ვინ არიან? კრისტიანო უკვე ვთქვით და მის გარდა საუდის არაბეთში მოთამაშე კიდევ 2 ფეხბურთელია ამ სიაში, კარიმ ბენზემა და სანიო მანე. ერთი ლეო მესი, რომელიც ამერიკაში თამაშობს, ნეიმარი, რომელიც ბრაზილიაში თამაშობს და ევროპული ფეხბურთი წარმოდგენილია სულ 3 ფეხბურთელით. ეს არის ერლინგ ჰოლანდი და 2 მადრიდის რეალის ფეხბურთელი. ესენი არიან ვინისიუს ჯუნიორი და კილიან მბაპე. სამწუხაროდ ამ უმდიდრეს ფეხბურთელთა სიაში ვერ მოხვდა ჩვენი ხატიას საყვარელი ჯუდ ბელინგემი და მოხლა წარმომიდგენია ხატია თუ გვიყურებს როგორი აღშფოთებულია ამ ფაქტის გამო. კარგით. ფული დავითვალეთ. გუშინ გადავიდეთ შემდეგ თემაზე. გუშინ ბარსელონას ლეგენდები იყვნენ ჩამოსულები თბილისში და G11-ზე თამაშდნენ. ჩვენ შეგვიძლია ახლა ვნახოთ ეს კადრები და მე მოდი საინტერესო ამბებს მოგიყვებით ამ კადრების თანხლებით ამ გუშინდელი ამ ლეგენდების მატჩის მთავარ მოქმედ პირზე რონალდინიოზე. ისეთ უცნობი და საინტერესო ამბები მინდა მოგიყვეთ. რონალდინიო ხო აი უზარმაზარი ფეხბურთელია და აი სოფლიო ლეგენდაა და რამდენადაც აი ესეთი გენიოსი არის და იყო მოედანზე ცოტა ისეთი გამოდგა რეალურ ცხოვრებაში. როგორი?
2020 წელს რონალდინიო იჯდა ციხეში და სრულიად წარმოუდგენელი მიზეზით იჯდა ციხეში. ყალბი პასპორტით საზღვრის გადაკვეთის გამო. აი უბრალოდ წარმოიდგინე რონალდინიო რო ხარ. მთელი მსოფლიო ხო გიცნობს. შეუძლებელია არსებობდეს ადამიანი, რომელიც სახეზე ვერ გცნობს. ან რო საზღვარს რო კვეთ, ყალბი პასპორტით ხო რბილად რო თქვა უცნაური ამბავია, ხო? და რა მოხდა, რაში იყო საქმე? 2019 წელს რონალდინიოს ამოუქექეს დამალული გადასახადები. და პლუს რაღაც უკანონო სამწარმოო საქმეებიც ყოფილიყო. ხო, შეიძლება ყოფილიყო, კი, ეგრომ არა. და ნუ ბრაზილიის სასამართლომ რაღაცა ძალიან დიდი ჯარიმა დააკისრა და ამ როსკვეთაც ავწავა. უყურე რონალდინიოს და მის ძმას. მისი ძმა მართავს რეალურად ბიზნესებს და რონალდინიო უბრალოდ სახია ბუნებრივია. და ეს დიდი ჯარიმა დააკისრა სასამართლომ ამათმა არ გადაიხადეს. და რადგან არ გადაიხადა ეს ჯარიმა, ჩამოართვეს პასპორტები რონალდინიოსაც და მის ძმასაც. და ამ დროს უცბად ეს რონალდინიო მიიწვიეს პარაგვაიში წიგნის პრეზენტაციაზე და მისი წიგნის პრეზენტაციაზე და რაღაც ღონისძიებები იყო, კიდე რაღაც მსგავსი ღონისძიებები და პასპორტი რადგან არ ქონდა, დაამზადებინა ყალბი პასპორტი და იმ ყალბი პასპორტით გაემგზავრა ბრაზილიიდან პარაგვაიში. და უბრალოდ რა წარმოიდგინეთ, აი პარაგვაელი მესაზღვრის სახე წარმოიდგინეთ, რომ ზის და მოდის ადამიანი, ხო ყველა იცნობს რონალდინიოა და დგას მის წინ რონალდინიო და უწვდის რაღაცა გაუგებარ სახელზე გაცემულ პასპორტს. და ამის გამო რონალდინიო პარაგვაის პოლიციამ დააპატიმრა და 2 თუ 3 თვე იჯდა პარაგვაის ციხეში. დიქას არ დაუკარგავს დრო უქმად, ციხის ჩემპიონი გახდა მინი ფეხბურთში, ფუტზალში გახდა. ციხის ჩემპიონი ფინალში მისმა გუნდმა 11-2 მოიგო და ეხლა არ გაგიკვირდება თუ ვიტყვით რომ 11 გოლიდან 5 მან გაიტანა და 6 მისი პასით გაიტანეს მისმა თანაგუნდელებმა. აი ესეთი უცნაური ისტორია აქვს რონალდინიოს, რომელმაც სხვათა შორის გუშინაც აი საოცრებები ჩაატარა. ძალიან ლაღადი თამაშა, გადასარევი პასები არიგა და თანაგუნდელები მოამარაგა ესე მშვენიერი პასები და 40 გადაცილებულია 45-ის არის თუ არ ვწდები. და მის გარდა კიდევ არაერთი ლეგენდა იყო ნამდვილად თბილისში ჩამოსული გუშინ, თუმცა რა არის იცით თუ კი ბარსელონას ლეგენდებზე ვლაპარაკობთ, ბარსელონას ნამდვილი ლეგენდა იყო, რა თქმა უნდა, რონალდინიო და რა თქმა უნდა, ხავიერ სავიოლა, რომელმაც 2 გოლი გაიტანა გუშინდელ თამაშში და მათ გარდა კიდევ იყო რამდენიმე ძალიან დიდი ვარსკვლავი, რომლებიც უფრო სხვა გუნდებიდან არიან ცნობილები, მაგალითად იარი ლიტმანენი, რომელიც ბარსელონაშიც კი თამაშობდა, მაგრამ პირველ რიგში არის აიაქსის ლეგენდა, უნდავოდ. ან ედგარ დავიცი, რომელიც პირველ რიგში არის იუვენტუსის ლეგენდა, აიაქსის და მერე იუვენტუსის და უფრო ნაკლებად ბარსელონასი. ან გაისკა მენდიეტა, როგორც მას მედია ეძახდა, ქერა ბასკი. რომელიც იყო ვალენსიას ლეგენდარული კაპიტანი და ძალიან ცოტა ხანი ითამაშა ბარსელონაში, თუმცა მთლიანობაში იყო გადასარევი სახალისო მატჩი, ზუსტად ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო ამ ტიპის თამაშები და დარწმუნებული ვარ, რომ გულშემატკივარი ძალიანაც კმაყოფილი წავიდა სახლში ამ საღამოს მერე და ისე ამოვნა აი პირველ რიგში რონალდინიოს, ეხლა ვხედავთ ეკრანზე და მისი მეგობრების ფეხბურთით, ამ ლაღი ფეხბურთით. კეთილი, ეხლა გადავიდეთ უფრო სხვა საკითხზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში, სპორტულ გვერდებზე გაჩნდა ასეთი კითხვა, რომ ნაპოლი თუ ხდება იტალიის ჩემპიონიო, კვარასო ერგებაო ოქროს მედალიო იტალიის ჩემპიონისო? და რადგან ეს კითხვა გაჩნდა და ამაზე რამდენიმე პასუხი იყო. ვიღაც ამბობს, რომ კი, რა თქმა უნდა, კვარამ ნახევარი სეზონი ნაპოლიში ჩაატარდა შესაბამისად. მასაც ერგება იტალიის ჩემპიონის ტიტული თუ ნაპოლი გახდა ჩემპიონი, ზოგი ამბობს, რომ იცით ეს დამოკიდებულია დე ლაურენტიზე, მან უნდა წარუდგინოს სერიას ხელმძღვანელობას სია, პრეზიდენტმა სია, დასაჯილდოვებელი ფეხბურთელების და რადგან აი შევნიშნე, რომ ეს იყო ეს მსჯელობა იყო ქართულ სოციალურ ქსელებში, სპორტულ გვერდებზე, გადავწყვიტე, რომ უბრალოდ გავცნობოდი რა წერია სერიას რეგლამენტში. და ამაში დავიხმარე ჩემი მეგობარი სპორტული ჟურნალისტი სალომე ხარატიშვილი, რომელიც 15 წელია თუ არ ვწდები იტალიაში ცხოვრობს და ძალიან ღრმად არის შეხედული იტალიურ ფეხბურთში და გავარკვიე ნაპოლი თუ მოიგებს ჩემპიონატს რაბედი ეწევა კვარაცხელიას. ამ წუთას ხედავთ აი ცხრილს 2 ტურია დარჩენილი იტალიის სერიაში და ნაპოლი 1 ქულას უგებს მეორე ადგილოსთან ინტერს. ამავე დროს ნაპოლის აქვს გადასარევი კალენდარი, საკმაოდ სუსტი მეტოქეები ყავს დარჩენილი. ინტერს კი რაც შეეხება, გარდა იმისა, რომ აქ თამაშობს, მეორე ფრონტი აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალი, ანუ გაცილებით უფრო მძიმედ აქვს საქმე.
და თუ მოხდა ისე რომ ნაპოლი გახდა ჩემპიონი, რა წერია სერია A-ს რეგლამენტში? წერია ის რომ იმისთვის რომ სერია A ფეხბურთელი აღიაროს იტალიის ჩემპიონად, ამისთვის ეს ფეხბურთელი უნდა იყოს იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წევრი. ანუ იტალიაში უნდა თამაშობდეს იმ წუთასაც. კვარაცხელია უკვე ნახევარი სეზონია იტალიაში აღარ ცხოვრობს, აღარ თამაშობს და შესაბამისად ის აღარ არის იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციის წევრი და აქედან გამომდინარე სერია A-ს რეგლამენტით თუ კი ნაპოლი ხდება ჩემპიონი, კვარაცხელიას არ ერგება სერია A-სგან ოქროს მედალი. არის ამავე დროს ასეთი წესი, რომ პატივისცემის ნიშნად კლუბმა, ანუ დე ლაურენტისმა შეუძლია მას რომ დაამზადებინოს სპეციალური ჯილდო კვარაცხელიასთვის, სპეციალური ოქროს მედალი და პატივისცემის ნიშნად გადასცეს ყოფილა ასეთი პრეცედენტი. კი, ასეთი პრეცედენტები არის. მრავლად არის ის, რომ ფეხბურთელი, რომელიც რაღაც დროის გარკვეული დროის განმავლობაში დაეხმარა თავის კლუბს, მას კლუბი უფასებს ამას და პატივისცემის ნიშნად უმზადებს აი ამ მედალს. ანუ კვარაცხელიამ დიდი შანსია ნაპოლის ჩემპიონობის შემთხვევაში მიიღოს ოქროს მედალი დე ლაურენტისისგან, მისი კლუბისგან, რომელსაც სერიოზულად დაეხმარა ამ სეზონში, ოღონდ ეს არ იქნება მედალი უშუალოდ სერია A-სგან. აი ეს არის ამბავი, ჩვენ შეგვიძლია ახლა ის მე ვთქვი რომ სალომე ხარატიშვილი დამეხმარა მეთქი აი ამ ინფორმაციის მოძიებაში, მისი სინქრონის და მისი განმარტებაც შეგვიძლია მოვისმინოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. კი ბატონო. სად არის კვარას ადგილი? რადგანაც კვარაცხელიამ, ხუჩა კვარაცხელიამ დატოვა ნაპოლი და ნეაპოლი იანვარში, ის ოფიციალურად აღარ არის იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის წევრი. გამომდინარე აქედან მას ოფიციალური მედალი არ ეკუთვნის. კიდევ არის ერთი ვერსია, შეიძლება გადაეცეს სიმბოლური მედალი. ვინ გადასცემს კვარას სიმბოლურ მედალს? ამ შემთხვევაში კვარას სიმბოლურ მედალს გადასცემს კლუბი. იქნება თუ არა ეს მედალი, რომელსაც დე ლაურენტისი გადასცემს სერიას მიერ ოფიციალურად აღიარებული. არა, რადგან წესდება გვეუბნება, რომ მას არ ეკუთვნის მედალი და თუ კლუბი მოისურვებს მას გადასცეს მედალი, ეს იქნება მათი გადაწყვეტილება, ერთგვარი დაფასება მისი ღვაწლის, რომელიც კლუბთან ერთად სეზონის პირველ ნახევარში გასწია. ხო, აი ასეთი ამბავია, საკმაოდ ესეთი მე ვფიქრობ, რომ მაინც და მაინც სამართლიანი წესი არ არის, იმიტომ რომ კვარაცხელიამ ნახევარი სეზონი ითამაშა ნაპოლიში, გაიტანა 5 გოლი, გააკეთა 3 საგოლე პასი, ანუ ჯამში დაუგროვდა ნახევარ სეზონში 8 საგოლე მოქმედება. მაშინ როცა მაგალითად მის თანაგუნდელ რასპადორის ამ წუთისთვის მთელი სეზონი რო აქვს ჩატარებული, 7 საგოლე მოქმედება აქვს ჩატარებული და კვარა თავის შედეგებით ნახევარ სეზონში მასზე მე უკეთესი შედეგი ამ ხრივ აქვს 2 თუ 3 ფეხბურთელს სულს. ასე რომ ცოტა უცნაური არის ის რომ აი სერიას რეგლამენტით მას არ ერგება ეს მედალი. თუმცა კარგი. გადავიდეთ. გონია შენ გამოიჩენს თუ არა კეთილნებას კლუბი კვარას, რომ მახსოვს მე მაშინ ხამე სპორტში დიდად ხოცუდად წავიდა და მაგიტომ გეკითხები. კლუბში მისი წასვლით, თუმცა არ ვიცი. ნუ პრინციპში თუ ახლა რაღაც ღირსება აქვს, უნდა გადასცენ რა თქმა უნდა მედალი. კარგი. ეს კვირა იყო წილისყრების კვირა. ჩატარდა კალათბურთში სოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა, რომლის მონაწილე იყო საქართველო. ჩატარდა ხელბურთში ევროპის ჩემპიონატის წილისყრა, რომლის მონაწილე ასევე არის საქართველო და უნდა ჩატარებულიყო ფუტზალის საკვალიფიკაციო პლეი-ოფის წილისყრა, რომელიც გადაიდო პოლიტიკური მიზეზებით. ამაზე მოგიყვებით, თუმცა ჯერ დავიწყოთ მოდი ხელბურთის წილისყრით. საქართველოს ნაკრები, როგორც ვიცით, ზედიზედ მეორედ გავიდა ევროპის ჩემპიონატში, შეგვიძლია ეს პლაზმა გამოვიტანოთ, დიახ, და ამ კვირაში გუშინ გაიმართა წილისყრა და საქართველო მოხვდა E ჯგუფში. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი მეტოქეები არიან შვედეთი, ხორვატია, ნიდერლანდები და მეოთხე გუნდი ვართ ჩვენ საქართველო. შვედეთი ეს არის თანამასპინძელი ევროპის ჩემპიონატის დანიასთან და ნორვეგიასთან ერთად არის უძლიერესი გუნდი, პლანეტის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი. ელემენტარულად ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მეჯერ 5-ჯერ აქვს შვედეთს მოგებული, ეს უკვე მეტყველებს მის ზალაზე და შვედეთი არის ამ ჯგუფის უდავო ფავორიტი. ხორვატია არის მსოფლიოს მოქმედი ვიცე-ჩემპიონი. და ამავე დროს ევროპის ჩემპიონატების სამგზის ფინალიზე შესაბამისად აქაც გასაგებია რა ძალის გუნდებთან გვაქვს საქმე და მესამე მეტოქე ყავს ნიდერლანდები, აი მორთან შედარებით უფრო სუსტი მეტოქე, უტიტულო მეტოქე, ასე ვთქვათ და ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებმა სწორედ ნიდერლანდებთან უნდა აიღოს ქულები ამ ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა ჩემს აზრზე უფრო
მეტი ფასი აქვს საქართველოს ნაკრების მწვრთნელის მოსაზრებას. ტიტე კალანდაძის პირველი კომენტარი შეგვიძლია მოვისმინოთ ამ წილისყრის შედეგების გაცნობის შემდეგ. ევროპის ჩემპიონატი მოგეხსენებათ უფრო ძლიერი ჩემპიონატია ვიდრე მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიური თუნდაც, იმიტომ რომ ხელბურთი არის ევროპული სპორტი და რაც შეეხება კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჯგუფებს, ხო, იქ სუსტი ჯგუფი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჯგუფში მოვხდით, შემიძლია ვთქვა სიკვდილის ჯგუფში ვართ. თუმცა იმას ვიტყოდი, რომ ჩვენ უკვე ორი გუნდს ვიცნობთ ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ვართ მათთან. რა თქმა უნდა, ეხლა შვედებთან მარტო გამოცდილების მისაღებად შეიძლება ითქვას, უნდა ვითამაშოთ, მაგრამ რატომაც არა ნიდერლანდებთან რომ გამარჯვებაზე არ ვფიქრობ. თუმცა ნიდერლანდებიც ძალიან ძლიერი გუნდია და ჩვენ ჯგუფში ახლა კიდევ ერთხელ ვთქვათ, მსოფლიო ჩემპიონები, ოლიმპიური ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები, თუნდაც ხორვატია წინა მსოფლიო ჩემპიონის ფინალისტია, აბსოლუტურად ყველანაირი ტიტული აქვს. შვედები კიდე შეიძლება ითქვას იმაზე უფრო ძლიერები არიან და არანაკლებები არიან საერთოდ ნიდერლანდები. თუმცა ჩვენ ბევრჯერ გვითამაშია ძალიან ძლიერ გუნდებთან და ტოლი არ დაგვიდას და ამიტომ ძალიან დიდი იმედები გვაქვს, რომ ჩვენ კარგად გამოვართ ევროპის ჩემპიონატზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრად უფრო ლაღად, თავისუფლად უნდა ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ და ისე არა, ისეთი წნეხის ქვეშ არა, როგორც ჩვენ თამაშობდით, მაგალითად ბოლო თამაშებს ბოსნიის და ბერძნების წინააღმდეგ. აუცილებლად იქნება ამხანაგური თამაშები შემოდგომაზე, ამხანაგური თამაშები იქნება ევროპის ჩემპიონატამდე, ეგ აუცილებლად, რომ ჩვენ უკვე გავინახოთ თუ სადა ვართ და იქიდან გამოვიტანოთ ანალიზი, თუ კიდევ რაზე იქნება კიდევ სამუშაო. ხო, მე დავაანონსე, რომ პოლიტიკური მოტივებით გადაიდო ფუტზალის წილისყრა. მოდი ვთქვათ, განმარტოთ რაზეა ლაპარაკი. ფუტზალის ევროპის ჩემპიონატი უახლოესი მომდევნო იმართება ლიეტუვა-ლატვიაში 2026 წლის იანვარში და 16 მონაწილიდან 12 გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია, ორი თანამასპინძელი ლიეტუვა-ლატვია პლუს 10 საკვალიფიკაციო ჯგუფების გამარჯვებულები და დარჩენილია 4 ადგილი. ამ 4 ადგილისთვის იბრძვის ეს 8 გუნდი. ბელგია, ბოსნია, საქართველო, რუმინეთი, იტალია, ყაზახეთი, რუმინეთი და სლოვაკეთი. და სწორედ ეს 4 გუნდი, ამ 8 გუნდის წილისყრა უნდა ჩატარებულიყო ამ კვირაში და უნდა გარკვეულიყო, ვინ იქნებოდა საქართველოს ნაკრების მეტოქე გადამწყვეტ პლეი-ოფში ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად. და რა მოხდა? ლიეტუვას და ლატვიის კანონმდებლობით ძალიან გასაგები მიზეზების გამო მათ ქვეყანაში შესვლის უფლება აკრძალული აქვთ რუს და ბელარუს სპორტსმენებს. რუსეთი ვიცით, რომ FIFA-სგან და UEFA-სგან ისედაც მოკვეთილია ყველა საერთაშორისო შეჯიბრებებიდან, მაგრამ არა ბელარუსის ნაკრები. და ბელარუსის ნაკრები იყო ერთ-ერთი ის გუნდი, რომელმაც საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში. და მივიღეთ ესეთი უცნაური სიტუაცია, რომ გუნდმა ბელარუსმა მოიგო საკვალიფიკაციო ეტაპი და უნდა ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი ტარდება ლიეტუვა-ლატვიაში, რომლის სახელმწიფო კანონმდებლობა ბელარუს სპორტსმენებს მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლას უკრძალავს. ესეთი უცნაური სიტუაცია შეიქმნა და სწორედ ამ წუთას, ამ დღეებში მიდის ეს მსჯელობა ერთი მხრივ UEFA-სა და მეორე მხრივ ლიეტუვასა და ლატვიის სახელმწიფოებს შორის. აქ უკვე ფეხბურთი არაფერ შუაში არ არის, არის სახელმწიფო დონეზე წყდება ეს საკითხი, რომ შეუშვებენ თუ არა ბელარუს სპორტსმენებს ამ ქვეყნებში. დიახ. ხო, სპორტი და პოლიტიკა მოდი ვთქვათ, რომ არ იმიჯნება. როგორც სპორტი. რა თქმა უნდა, არ იმიჯნება და ესეთი სიტუაცია, რა ვარიანტებია? ერთი რომ ლიეტუვა და ლატვია ამბობენ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობებს და რადგან გვაქვს ნათქვამი, რომ ბელარუსებს არ აქვს ჩვენთან შემოსვლის უფლება, ესე იგი არ აქვს უფლება. მეორე მხრივ UEFA-ს აქვს მისაღები გადაწყვეტილება, იმიტომ რომ მათ დაუშვეს საკვალიფიკაციო ეტაპზე ეს ბელარუსის ნაკრები და ახლა ისინი არიან UEFA არის ძალიან უხერხო მდგომარეობაში და მოკლედ ველოდებით როგორ გაირკვევა ეს საკითხი. ჩვენ შეგვიძლია ძალიან მოკლე კომენტარები მოვისმინოთ ლიეტუვას და ლატვიის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტების ამ საკითხთან დაკავშირებით. საინტერესოა ნამდვილად.
ამ კვირის ბოლოს ან მომდევნოს დასაწყისში ჩვენ მტკიცე გადაწყვეტილება გვექნება პროცესების განვითარებაზე. ახლა ბევრი გაურკვევლობაა. ჩვენ ვიცით, რომ ლატვიაში ვერ დავაორგანიზებთ მატჩებს ბელარუსის მონაწილეობით. ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება არც იურიდიული და არც ეთიკური თვალსაზრისით. ჯერჯერობით საკითხს განვიხილავთ. როდესაც UEFA-ს მკაფიო პოზიცია გვექნება, საზოგადოების ინფორმირებასაც მოვახდენთ. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად აქტიურად განვიხილავთ სიტუაციას ფუტსალის ევროპის ჩემპიონატზე ბელარუსის სპორტსმენების მონაწილეობის თაობაზე. ახლა ლიეტუვური მხარე აწარმოებს მოლაპარაკებებს ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო სტრუქტურებთან, რადგან აუცილებელია სახელმწიფო მხარდაჭერა კანონთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც აკრძალულია ლიეტუვაში ბელარუსის სპორტსმენების შესვლა. ასევე მიმდინარეობს მოლაპარაკება UEFA-სანაც. როგორც კი შესაბამისი პასუხები გვექნება, ჩვენ გამოვაცხადეთ საბოლოო გადაწყვეტილებას, რომელიც პრინციპული იქნება. თუ პრინციპული იქნება, გადაწყვეტილება, რასაც მიიღებენ, სავარაუდოდ ხო, ვნახოთ რა იქნება მოკლედ ველოდებით და კიდევ ერთი წილისღრა ძალიან მნიშვნელოვანი წილისღრა ეს არის კალათბურთის მსოფლიოს ჩემპიონატის წილისღრა. ჩვენ გვახსოვს, რომ საქართველოს ნაკრებმა ითამაშა პირველად ითამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და არა უბრალოდ ითამაშა 16 საუკეთესო გუნდშიც გავიდა და ეხლა მეორედ შეეცდება რომ გავიდეს ევროპის მსოფლიოს ჩემპიონატზე და გაიმართა წილისღრა, სადაც ჩვენი მეტოქე ზუსტად ვიცით რომ არის ესპანეთის ნაკრები და კიდევ ველოდებით ორ მეტოქეს პრესაკვალიფიკაციო ეტაპიდან იქნებიან ხორვატია, დანია, ნორვეგიის ჯგუფის მეორე ადგილოსანი და უკრაინა, შვედეთის, სლოვაკეთის ჯგუფის პირველ ადგილოსანი. აი ასეთი ჯგუფი გვაქვს და იმედი გვაქვს რომ საქართველები წარმატებით დავძლევთ ამ ეტაპს და ეხლა ამაზე უფრო დეტალურად მოგვიყვება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ანატოლი ბოისა, რომელიც გვერდება, მე როგორც ვიცი, გვყავს უკვე ხაზზე. ანატოლი, გამარჯობა. ანატოლი, გვერდება ლიბანიდან გვერდება და თუ აინტერესებს მაყურებელთა ნაწილმა არ იცის რატო იმყოფები ლიბანში, ანატოლი არის ლიბანის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდის მწვრთნელი და სწორედ ამიტომ ის ახლა იმყოფება ლიბანში. ანატოლი, გითხარი, მოდი ამ წილისღრაზე რა შეგვიძლია ვთქვათ, როგორ შეგვიძლია შევაფასოთ. ესპანეთი ძალიან ძლიერი გუნდია, მას კარგად ვიცნოთ და პლუს კიდევ ორ მეტოქეს ველოდებით. ძალიან საინტერესო ჯგუფი შეხვდა, ესპანეთი გვყავს ჯგუფში. მე მგონი ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილება იქნება ჩვენთვის, ჩვენი კალათბურთელებისთვის. ამავდროულად ორი პრეკვალიფიკაციო გამარჯვებული იქნება, თითქოს და მარტივად ჟღერს, მაგრამ ეს გუნდების სახელები ცოტა სხვანაირად ჟღერს, ეს ხორვატია, დანია, უკრაინა, სლოვაკეთი, შვედეთი და ნორვეგია, აქედან გამომდინარე ჯგუფი საბოლოო ჯამში კარგად ძლიერი გამოვა, ასე რომ ძალიან საინტერესო თამაშები გველის და მაგრამ ჯერ ანუ წინა წლების მიღებული გამოცდილებით, ანუ რაღაც ოპტიმისტურად ვართ განწყობილები ყოველ შემთხვევაში რა. ანუ წინა ჯგუფებთან შედარებით მე ვფიქრობ, ანუ წილისღრას ანუ არ უჩივით და ანუ ცუდი არ არის. ხო, შემადგენლობაზე რო ვილაპარაკოთ, ანატოლი, როგორც ვიცით, გიორგი შერმადინმა გააკეთა განცხადება, რომ აი ამ მომდევნო ევროს შემდეგ უკვე სანაკრებო კარიერას ამთავრებს, ხო? კიდე აი რა მეცვლილებები ხო არ გველოდება ამ სოფლიოს საკვალიფიკაციო შემადგენლობაში? მაგ მიმართულებით, რაც საკითხი არის, კარგად მოგიხსენებათ ეს ახალი ფორმატის მიღების შემდეგ ცოტა თავისებური არის ეს გათამაშება, რადგან ევროლიგა და FIBA ვერ თანამშრომლობენ ერთმანეთთან. NBA-დან ჩამოსვლას მოთამაშეები ვერ ახერხებენ და საქართველოს ეროვნული ნაკრები კი არა, ანუ ძალიან ბევრი დიდი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს ექნებათ პრობლემა. აქედან გამომდინარე, დღეიდან გამომდინარე, ცოტა რთული არის ამაზე საუბარი, მაგრამ რაც იმ დღის სიტუაცია იქნება, ისე მოიქცევით. აქედან გამომდინარე, ჯერ არ ვიცით, ვინ მოახერხებს ჩამოსვლას, ვინ ითამაშებს, არ ვიცით. გასაგებია და იქამდე მსოფლიოს შესარჩევი იწყება სადღაც ნოემბერში და იქამდე ჩვენ გვაქვს უკვე აგვისტოს ბოლოს ევრობასკეტი, რომლის მონაწილეებით უცვლელი მონაწილეები უკვე მე მგონი 2000 წელია ვართ. ევრობასკეტისთვის როგორ ვემზადებით? ესე იგი, ჯერჯერობით ყველას სეზონი აქვს დასამთავრებელი თავიანთ ჩემპიონატში და ადგილობრივ ჩემპიონატებში. მზადება დაიწყება ოფიციალურად 26 ივლისს.
გავემგზავრებით შეკრებაზე, რა თქმა უნდა, თავისი ამხანაგური თამაშებით ძალიან განრიგი გაწერილია, დაგეგმილი არის ძალიან კარგად და მე მომზადების პერიოდის მერე ეგრევე დავბრუნდები, წავალთ კვიპროსზე, სადაც უკვე შევერთებით გათამაშებას, მოგიხსენება, ჩვენ ჯგუფში არის კვლავ ესპანეთი, საბერძნეთი, იტალია, ბოსნია და თვითონ მასპინძელი კვიპროსი, ასე რომ ჯგუფიც მანდაც ძალიან საინტერესოა, ძალიან ძლიერია და ბევრი ესე ვთქვათ, საინტერესო და დაძაბული თამაში გველოდება. და ეს მიზანი რა გვაქვს ამ შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლა? იმიტომ ჯგუფი მართლა ძალიან ძლიერია. მიზანი ფოთის ყოველივე მეოთხედის, ყოველივე თამაშის წარმატებულად დამთავრება. ანუ ჩვენი მიზანი არასოდეს არ იცვლება, აქედან გამომდინარე, დიახ, რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა წურია, რაც შეიძლება მაღალ ადგილზე დამთავრება და რა თქმა უნდა, ანუ ვოცნებობთ ზოგადად მოგებაზე. რა თქმა უნდა, ძალიან რთული არის, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოედანზე როდესაც გავდივართ, ანთებულები ვართ და ვცდილობთ, რომ ყოველივე პოზიცია ჩვენ სასარგებლოდ დავამთავროთ და ზოგადად თამაში ჩვენ სასარგებლოდ მოჩეს. პრინციპში იქიდან გამომდინარე, რომ სოფლიოს ჩემპიონატზე 16 საუკეთესო გუნდს შორის გავედით, მოთხოვნები გულშემატკივართა მხრიდან გაცილებით უფრო მაღალია დღეს საქართველოს ნაკრებისადმი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ალბათ ესეც გასათვალისწინებელია. რა თქმა უნდა, ახლა გულშემატკივარი ყოველთვის მომთხოვნია და ანუ წურია თავისი გუნდის გამარჯვება, წარმატება, ეგ ბუნებრივია და ლოგიკური არის. ასე რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის შრომობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ წარმატება მოუტანოთ, ასე რომ ავიცი, ლოგიკური არის. ისიც უნდა გვახსოვდეს ყველას, რომ ანუ ჯგუფში ვინ ყავს, ვის ვეთამაშებით და ისიც უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ თითოეული მოთამაშე ყოველთვის ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდმა წარმატებას მიაღწიოს. ძალიან დიდი მადლობა ანატოლი. წარმატებები პირადად შენ, რა თქმა უნდა, წარმატებები საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრობთ ყველანი ჯერ ევრობასკეტზე, შემდეგ უკვე მსოფლიოს შესარჩევ ეტაპზე. დიდი მადლობა გიორგი. ბაჩვანა, ესეთი ამბები ქონდა, ვაპატიეთ, ძალიან ბევრი ამბავი ქონდა. არა, პირიქით ძალიან დიდი მადლობა ამ ბევრი კარგი ამბისთვის და ბევრი საინტერესო ამბისთვის. მომავალ შაბათამდე დაგემშვიდობებით, გიორგი, სულ მოუთქმელად და მით უმეტეს განსაკუთრებით ის მაყურებელი, რომელიც დაინტერესებულია და მოყვარულია სპორტის. ჩემო ანა, რეკლამაზე ხო არ გავიდეთ მედაში? გავიდეთ რეკლამაზე და რეკლამის მერე ძალიან საინტერესო ამბებით დაგიბრუნდებით, ასე რომ დაგველოდეთ და არ გადართეთ. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვინც ახლა შემოგვერთით, რა თქმა უნდა, შეგახსენებთ, რომ უყურებთ დილის ლაივს, კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა მათ ვინც გვიყურებთ, ვინც ახლა შემოგვერთით, ახლა გეტყვით დილამშვიდობისას და ხატიას ტოპ 5 ამბებს დღეს ჩვენი მშვენიერი ანა წარმოგვიდგეს, წაგვიკითხავს, გვეტყვის, გაგვაცნობს და შეგვამეცნებს. ანა, გისმენთ, ჩაგიჯდებით მეც და ხატიაც. იმედი მაქვს ხატიაც გვიყურებს სან-ფრანცისკოდან ახლა და მოისმენს ტოპ 5 ამბავს და დავიწყოთ კანის კინოფესტივალი. დაიწყო კანის კინოფესტივალი მართლაც ორკვირიანი 64 კინომოყვარულებისთვის, სადაც მსახიობები, რეჟისორები, კინოკრიტიკოსები და ყველა ვისაც კინო უყვარს, თავს იყრის კანში. პირველად კინოფესტივალის იდეა 1929 წელს გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას, თუმცა იმ დროს, რადგან ევროპა ომში იყო ჩართული, ჰიტლერმა და მუსოლინმა უარი თქვეს მონაწილეობაზე. შესაბამისად, იმ წელს ფესტივალი ვერ ჩატარდა. 1945 წელს კი ფრანგმა დიპლომატმა ფილიპ ერლანჟერმა აღადგინა იდეა კინოფესტივალის შესახებ, მაგრამ ომისგან დაზარალებულ ქალაქს არ ჰქონდა საკმარისი სახსრები, ამიტომ საზოგადოების ფინანსირების მეშვეობით პირველი კინოფესტივალი 1946 წელს ჩატარდა. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, ფესტივალი ქალაქისთვის სერიოზულ შემოსავალს იძლევა და შეიძლება ითქვას ახლაც ასეა. დაახლოებით 180-220 მილიონი ევრო ფიქსირდება კანის კინოფესტივალში ყოველწლიურად და ფესტივალის პერიოდში და ეს თანხები მოიცავს სასტუმროების, რესტორნების, მაღაზიებისა და სხვა სერვისების შემოსავალს. რაც შეეხება ფესტივალის მთავარ ჯილდოს, ოქროს პალმის რტოს, ის დამზადებულია 18 კარატიანი ოქროსგან და მისი ღირებულება დაახლოებით 20,000 ევროს შეადგენს.
ბაჩო, მაინტერესებს თუ იცოდი, რომ კანის კინოფესტივალს აქვს თავისი სამოსის კოდექსი. უი, რა სიძახი, მართლა. ხო და ჩემთვისაც ახალი იყო ეს ამბავი, ახალი წესებით აიკრძალა სიშიშვლე. მოდით მე წაგიკითხავთ ზუსტად იმ ციტატას მათი კოდექსიდან. ზნეობრიობის გათვალისწინებით აკრძალულია სიშიშვლე როგორც წითელ ხალიჩაზე, ასევე ფესტივალის სხვა სივრცეებშიც. ასევე დაუშვებელია მოცულობითი კაბები, განსაკუთრებით ისეთები, რომლებსაც აქვს დიდი შლეიფი და რომლებიც აფერხებს სტუმართა გადაადგილებას და ართულებს ადგილებზე დასხდომას. მიღების გუნდი ვალდებულია შეაჩეროს წითელ ხალიჩაზე შესვლა იმ სტუმრებისთვის, ვინც ამ წესებს არ დაიცავს. ასეთი ახალი რეგულაციები დაუწესა კანის კინოფესტივალმა სტუმრებს და მათ ასევე ეკრძალებათ დიდი ჩანთების შემოტანა და ასევე აკრძალულია პოლიტიკური განცხადებები თუ საპროტესტო აქციები ფესტივალის ფარგლებში, თუმცა რობერტ დე ნირომ მოახერხა გამოუვიდა მას პოლიტიკური განცხადების გაკეთება. წლევანდელი კანის კინოფესტივალის ცერემონიალს ჟიურის სათავეში ჯულიეტ ბინოში უკაცრავად ფრანგი მსახიობი ხელმძღვანელობს საპატიო ოქროს რტოკი რობერტ დე ნიროს გადაეცა. და აქვე მინდა ვაჩვენოთ ვიდეო ჩვენს მაყურებელს, სადაც საქართველოს შესახებ ისაუბრა ლეგენდარულმა მსახიობმა დე ნირომ მომენტის თანადამფუძნებლის ანანო ბაკურაძის მიერ დასმულ შეკითხვას უპასუხა. შეკითხვა შეეხებოდა საქართველოში მიმდინარე ავტოკრატიულ და დიქტატურულ მოვლენებს და ანდრო ჭიჭინაძის უკანონო და უმიზეზო პატიმრობას. დე ნირომ კი თავის სიტყვაში თქვა, რომ და მე მის ციტატას წავუკითხავ ჩვენს ტელემაყურებელს, სანამ ეს ხდება, ადამიანები უნდა დადგნენ სიმართლის მხარეს, რადგან შინაგანად მათ იციან რა არის სწორი, მაგრამ ისინი აკეთებენ იმას, რაც არასწორია. ეს იგივეა, რომ თუ რაიმე წყლის ზედაპირზე ჩააგდებ, ის მაღლა ამოტივტივდება, მაღლა კი სამართლიანობა და სიცხადეა ჩემთვის. ადამიანებმა იციან რა არის საჭირო იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგან. ადამიანებმა, რომლებიც სწორად არ იქცევიან, ეს იციან, მე ვიცი, რომ მათ ეს უნდა აწუხებდეთ. ეს მოხდა საქართველოშიც, როგორც სხვა ქვეყნებში არიან ადამიანები, რამდენიმე ტირანია, რომლებიც კონტროლს ამყარებენ სხვა ადამიანებზე. ის ადამიანები, ვინც დიქტატურაში, ავტოკრატიასა თუ მონარქიაში არიან. ადამიანებს აქვთ უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები ერთად. ბევრს ამის არ სჯერა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ აქვთ ძალაუფლება, ფულადი თუ პოლიტიკური. მათ ამის დათმობა არ სურთ და არ სურთ სწორი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა მეტ ძალაუფლებას მისცემდათ თუ სწორ ნაბიჯებს გადადგამდნენ. აი ეს მესმის და მართლაც სწორი ნაბიჯების გადადგმა რეალურადაც მეტ ძალაუფლებას აძლევს ადამიანებს, თუმცა ხშირ შემთხვევაში უჭერთ ხოლმე ქართველ პოლიტიკოსებს ამგვარად ნდობის დანერგვა ადამიანებში. სწორი ნაბიჯებით ნდობის დანერგვა ადამიანებში და მე მინდა აუცილებლად რომ ბოლო ამბავით წავუკითხო ჩვენს ტელემაყურებელს და ბოლო ამბავი არის, არ შეიძლებოდა რომ არ გამომეტოვებინა, გაჩვენოთ ის გულის ამაჩუყებელი ვიდეო, რომელიც ჩემთვის ცაც ესეთი ემოციური იყო, ფრანგული ბულდოგი სახელად იოგი, რომელიც ცუდად ხდებოდა მისმა ბოქსიორმა მეგობარმა გადაარჩინა, ძაღლმა წინასწარი იგრძნო იოგის შეტევა, პატრონის თქმით, რეჯის ყურადღების წყალობით იოგი ასპირაციას გადაურჩა. სანამ იგი სახლში ბრუნდებოდა, აღმოჩნდა, რომ რეჯი დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ცდილობდა იოგის სიცოცხლის შენარჩუნებას. ეს ამბავი ამერიკაში, კონექტიკუსის შტატში მოხდა და ამის შემდეგ რეჯის და იოგის ამბავი მთელს ქვეყანას მოედო. ასე გადაარჩინა ეპილეფსიურ შეტევას რეჯი იოგი. როგორ მოგეწონა ჩემი ტოპი? არაჩვეულებრივი, ჩემო ანა. კანის ფესტივალიდან გვერდება ჩვენ თორნიკე ბზიავა, როგორც ვიცი, ის ხაზზეა უკვე და შეგვიძლია რომ მას გავესაუბროთ. არის თუ არა ხაზზე გავარკვიოთ აბა ჯერ თორნიკე? თორნიკე დილამშვიდობის მოგესალმებით. თორნიკე დილამშვიდობის მოგესალმებით. გამარჯობა ისმის? კი, ისმის. როგორ ხარ? როგორი განწყობით ხარ და რა ხდება არაჩვეულებრივ კინოფესტივალზე, რო გითხრა? კინოფესტივალზე სხვადასხვა განსხვავებით სხვა ფესტივალებისა ძალიან საინტერესო ფილმები წამოვიდა, რაც რამოდენიმე ფილმი ნახე, რომელიც განსაკუთრებულია და ალბათ რაც ასახავს
ცოტა დღევანდელ რეალობას სოფლიოში. მაგალითად არის იყო ესეთი ფილმი Two Prosecutors Sergei Loznic's filmი. როის პრინციპში ეხება აი ტოტალიტარიზმის ასე ჯოჯოხეთს რომელიც პრინციპში სოფლიოში არის სხვადასხვა ქვეყანაში და ის კი ასახავს რაღაც მაგალითად 30-იანი წლების რაღაცნაირ საშინელ ყოფას რომელიც გადადის აი ამ ახალგაზრდა პროკურორის თითქოს რაღაცა მოგზაურობაში ერთ-ერთი ტყუის განთავისუფლებისთვის, მაგრამ ის გადის რაღაცნაირ ესეთ საშინელებას დახოს მაყურებელმა როგორი არის თითო წამი და თითო ეს განწყობა მთელი მაგალითად ასევე იყო საოცარი ფილმი ოლივიერ ლაქსის სოეტი ცოტაურია ფილმს რეივერების სამყაროში არის მამა და შვილი ეძებენ არის მეორე შვილს და შემდეგ საოცრებები ხდება თითქოს აი მისტიკა და სურეალიზმი არის თითქოს ფილმებში რაც ხონად ეთქობა იმიტომ რომ რამოდენიმე ინტერვიუშიც ითქვა კანის ფესტივალზე რომ რაღაც საოცარი სიტუაციის გამო სოფლიოში რაც გამოწვეულია ავტორიტარიზმით ხალხს ჩდება მოთხოვნილება აჩვენოს ის რაღაც არარეალური რაღაც კონდიცია ადამიანების ყოფის და აი როგორც ანუ აკურატზე დაუსვა კითხვა რობერტ დე ნიროს ალბათ ისე მაყურებელმა და მანაც უპასუხებელი პასუხი დასცა ამის შესახებ ის პროცესები თორნიკე რომელსაც ახლა ამ დროს გადის საქართველო ჩვენ ახლა ჩვენს მაყურებელს უთხარით დე ნიროს განცხადების შესახებ რომელიც საქმის კურსში არის როგორც ჩანს და ეს ფილმი რომელიც შენ ახსენე რეალურად არსებობს ასე ვთქვათ წუხილი მსოფლიო და კინემატოგრაფების მხრიდან არა მარტო ასე ვთქვათ ჩვენს ქვეყანაში არამედ ზოგადად ჩანს თუ არა ტენდენციები ამ ავტოკრატიის მიმართ ბრძოლის როგორც ასეთი კინოხელოვნებაში და ამ ფილმის გარდა თუ არის რაღაცა ეს მესიჯები სხვა ფილმებში გაჟღერებული და როგორი არის შენი ასე ვთქვათ დაკვირვება ამ ყველაფერთან მიმართებაში უშუალოდ კანის ფესტივალზე იცით რა ეს რა თქმა უნდა იგრძნობა განსაკუთრებით კიდე რაღაც დოკუმენტურ ფილმებშიც იმიტომ რომ არის ფილმები გაზაზე არის ფილმები ასევე აფრიკული ფილმები სხვა უბრალოდ ხა იმდენად რამოდენიმე დღე ჩამოვედი და ძალიან ბევრი ფილმის და ხო კიდევ ვერ მოვასწარით მაგრამ ტენდენცია არის იმიტომ რომ ეთყობა უკვე 2-3 ფილმს რაც ნახეთ უკვე რაღაცა ეს რაღაცა მისტიკური რაღაცა აროდა რა სხვა კონდიციაში გადაღებული ფილმებია მე ვიტყოდი კიდე იმას რომ არ ვიცი ძალიან მაგალითად ძალიან მინდოდა მე პირადად რომ ანდრო ჭიჭინაძე ყოფილიყო ჩვენთან ერთად იმიტომ რომ ანდრო გადიოდა ბოლო წლებში და ჩვენ ერთად გავდიოდით და რაც მოკლებული აქვს თავისუფლება ახლა რომ შეეძლოს სადმე სიარული სადაც ორი პროექტი აქვს ახლა რომლის განვითარების პროცესშიც უნდა იყოს, მაგრამ არის სადაც არის absoliutურად დაუმსახურებლად და მართლა ძალიან მსუხილი გოქის გამო რომ ჩვენ გვერდზე არ არის ეხლა და ამ რაღაცნაირად თითქოს აი აქედან გამოვდივარ და სულ რაღაც ადროზე ვიფიქრებოდა, იმიტომ რომ ბოლო 2-3 ფესტივალი რაღაც ერთად გავატარეთ და ის და თქვა რომ შეგრძნება ეს აი ამ ავტოკრატიის ძალიან ბევრ ადამიანში არის ერთიანი
ბევრი ადამიანია, ვინც ამაზე საუბრობს, როდესაც სამხრეთ ამერიკაში არის სამხრეთ ამერიკაში, რომელიც ამას ლაპარაკობს, არის დოკუმენტური ამერიკული, რომელიც მდგომარეობაზე საუბრობს და არის რა თქმა უნდა უკრაინაზე ფილმები, რომელიც მე სამწუხაროდ არ მინახავს ჯერ და აი რაც იცნობა ხო კი თორნიკე ნამდვილად ესეა რომ ხელოვნება ყოველთვის პასუხობს გამოწვევებს რომელიც რეალურად დგას არა მხოლოდ რაღაც ლოკალურად ქვეყნებში, არამედ ზოგადად გლობალურად და ხელოვნება ყოველთვის არის მოპასუხე და რეაქციას აძლევს იმ მოცემულობას და იმ პროცესებს, რომელიც ხდება ზოგადად მსოფლიოში. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო ჩართვისთვის, შემოუერთდები და შენს წუხილსაც, რომ ანდრო ახლა შენს გვერდით უნდა იყოს და ჩვენს გვერდით უნდა იყოს და ახლა უნდა იყოს კინოფესტივალზე და არა ციხეში, სადაც არის და ამავდროულად აუცილებლად მინდა სოლიდარობა გამოუცხადო ყველა სინდისის პატიმარს, წარმატებებს გისურვებ, დაგემშვიდობები და დაგელოდები რუსთაველზე, როგორც კი ჩამოხვალ ვიცი რომ შემოგვიერთდები რუსთაველზე, მომაკლდი ეს დღეები და აგერ ახლა შევხვდით აქ ერთმანეთს, წარმატებებს გისურვებ, კეთილმგზავრობას. მეც მინდა ყველა სინდის პატიმარს თუელად დაკავების უსურვო თავისუფლება მალე და აუცილებლად შემოგიერთდებით ეს ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის მოკლედ თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს ყველა სინდისის ახლა რომ ლაპარაკობდა გამახსენდა იდოის ამბები ბოლო პერიოდში რაღაცნაირად თითქოს ამბობდნენ რომ რეჟისორმა უნდა აკეთოს თავისი საქმე თეატრში და აი მიხარია რომ ეს ტენდენცია მსოფლიოშიც იგრძნობა ხელოვნებაში რომ ხელოვნება გამოხატავს ყოველთვის რეალობას რა თქმა უნდა ჩვენ დავემშვიდობები ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს ხვალ დილის 9 საათზე დილის ლაივი ისევ პირდაპირ ეთერში იქნება წარმატებულ შაბათ დღეს გისურვებთ